რუსეთმა ახლახან დაკარგა ყველაზე დიდი ტერიტორია მთელი უკრაინის ომის განმავლობაში. არა, ჩვენ მიწაზე არ ვსაუბრობთ. უკრაინას ჯერ არ დაუწყია მასშტაბური კონტრშეტევა, რომელმაც რუსული ძალები ოკუპირებული აღმოსავლეთისა და სამხრეთის რეგიონებიდან გააწევა. ეს მოგვიანებისთვის განკუთვნილი გეგმა. არა, ის ტერიტორია, რომელიც რუსეთს ჯერ არ დაუკარგავს, მხარი არ არის. ის თხევადია. შავი ზღვა უკრაინას ეკუთვნის, რაც არის მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც საფუძველს უქრის ყველაფერს, რასაც უკრაინას სურს მიაღწიოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვაში. ოკუპირებული ტერიტორიები ცოტა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. შავი ზღვის დაკარგვა რუსეთისთვის საფუძველს უყრის კიდევ უფრო დიდ მოვლენას. უკანონოდ ოკუპირებული ყირიმის დაცემა. 5 ივლისს თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ახლა სრული კონტროლი აქვს შავ ზღვაზე. უკრაინის საზღვაო ძალებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებთან ერთად შეძლეს ის, რასაც ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა. რუსეთმა შავი ზღვა დაკარგა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, როდესაც მან მიუთითა შავი ზღვის ფლოტის სრულად პარალიზებაზე, რაც უკრაინის ბრწყინვალე სტრატეგიის შედეგია და რის გამოც ფლოტში დარჩენილი გემებისთვის ამ მნიშვნელოვანი წყლის გზაზე გასვლა ძალიან სახიფათო გახდა. უკრაინამ შავი ზღვის გათავისუფლება საკუთარი საზღვაო ძალების გარეშე შეძლო. ამის ნაცვლად მან გამოიყენა დრონები, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო და რაკეტები, რათა ზღვა ნებისმიერი რუსული გემისთვის, რომელიც იქ გავლას შეეცდებოდა, ზედმეტად სახიფათო გაეხადა. როცა ვამბობთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ მოიგო და რუსეთმა დაკარგა ამ ომში დღემდე, არ ვიტყუებთ. შავი ზღვა უზარმაზარია. მისი ფართობი დაახლოებით 422,000 კვადრატული კილომეტრია. თუ არ ჩავთვლით პატარა აზოვის ზღვას, რომელიც შავ ზღვას უკავლით შას. შეგვიძლია აზოვის ზღვაც ჩავთოთ. რუსეთსაც იქ უკეთ არ მისდის საქმეები და ეს უკრაინას საერთო ჯამში 461,000 კვადრატული კილომეტრი წყლის ფართობს მისცემს, რომელიც რუსეთსა და მის საშიშ ფლოტს წაართვეს. მაგრამ ვიცით რას ფიქრობთ? შავი ზღვა ხომ მიწა არ არის. რა თქმა უნდა, მართალი ხართ, მაგრამ უკრაინისთვის ამ წყლის გზის კონტროლის აღება უზარმაზარი მიღწევა, რადგან შავი ზღვა რუსეთისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავდასხმეთი, ასევე თავდაცვითი თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც ამჟამად უკრაინის შიგნით აქვს დაკავებული. 10 წლეულების განმავლობაში და ბევრად ადრე ვიდრე უკრაინაში შეიძლებოდა, რუსეთი შავი ზღვის გარშემო კონფლიქტებში იყო ჩართული. Chatham House-ის თქმით, რუსეთი შავი ზღვის რეგიონში მართვადი არასტაბილურობის პოლიტიკას ატარებდა, როგორც ფარულად, ისე ღიად, რაც საშუალებას აძლევდა კონფლიქტების მოგვარების არბიტრის როლი შეესრულებინა შავი ზღვის რეგიონში. ამ პოზიციონირებით კრიმის უკანონო ანექსიასთან ერთად რუსეთმა შეძლო შავი ზღვის ფლოტის გაძლიერების გამართლება შავი ზღვის რეგიონში. შემდეგ 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სწორედ მაშინ დავინახეთ, რას ცდილობდა რუსეთი თავისი манипуლაციური შავი ზღვის დიპლომატიით. შავი ზღვა შეჭრის იარაღად იქცა. ეკონომიკურად რუსეთმა იცოდა, რომ უკრაინა შავი ზღვის მეშვეობით ექსპორტირებდა მარცვლოვს. ევროპის ბეღელმა 27 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო სოფლის მეურნეობის ექსპორტიდან. მათგან დიდი ნაწილი შავი ზღვის გავლით გადიდგადიოდა იმ წელიწადში, სანამ პუტინი თავის შეჭრას წამოიწყებდა. რუსეთმა ეს თავიდანვე შეეცადა შეეჩერებინა. როდესაც პუტინზე ზეწოლა განხორციელდა, მან ხელი მოაწერა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, რათა უკრაინულ გემებს გაევლოთ, თუმცა 2023 წლის ივლისში ინიციატივიდან გამოვიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა 2023 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ იმ დროისთვის რუსეთს შავი ზღვის გავლით უკვე თითქმის 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვალი ჰქონდა მოპარვი. სტრატეგია ნათელი იყო. გამოეყენებინათ შავი ზღვა, რათა უკრაინისთვის მოეკლოთ ის ეკონომიკური რესურსები, რომლებიც მას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად სჭირდებოდა. შავი ზღვის ფლოტს ამ გეგმაში დიდი როლი უნდა ეთამაშა. ისარგებლეს იმით, რომ უკრაინას ტრადიციული საზღვაო ძალები არ აქვს და რა თქმა უნდა, არც საკუთარი საბრძოლო გემების ფლოტი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. რა თქმა უნდა, მარცვლეულის შეჩერება ერთადერთი მიზეზი არ იყო, რის გამოც რუსეთს შავი ზღვის კონტროლი სურდა. ამ ზღვის საშუალებით შესაძლებელი გახდა ჯარებისა და ტექნიკის გადაყვანა ყირიმიდან უკრაინაში. რუსეთს შეეძლებოდა თავისი სამხედრო გემების გამოყენებით რაკეტები დაეშვა უკრაინის ქალაქებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. არ კონდა მნიშვნელობა, რომ შავი ზღვის ფლოტი იზოლირებული იყო, ან რომ თურქეთს ჩაეკეტა სრუტეები, რომლებიც შავ ზღვაში შედის. ყველა ქვეყნის სამხედრო გემებისთვის პუტინის შეჭრის შემდეგ. რუსეთს მეტი არც დასჭირდებოდა, ვიდრე უკვე ჰქონდა. მისი სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები უკრაინას დაიმორჩილებდნენ, ხოლო სატვირთო და სადესანტო გემები უკრაინის მატერიკზე მარაგებს განუწყვეტლივ გადმოტვირთავდნენ. შემდეგ 2022 წლის 14 აპრილს ყველაფერი შეიცვალა. უკრაინამ ნეპტუნის რაკეტები გამოიყენა მოსკვას დასარტყმელად, რომელიც შავი ზღვის ფლოტის მარგალიტი იყო. და მოულოდნელად, სასოწარკვეთის სიღრმიდან, ქვეყანას, რომელსაც ფლოტი არ ჰყავდა, ახალი სტრატეგია გაუჩნდა, რომლის გამოყენებითაც შავი ზღვის ფლოტის განადგურება და სრული გამარჯვების მიღწევა შეძლო, რასაც ზელენსკი ამბობს, რომ უკვე მიღწეულია. შავ ზღვაში გამარჯვების შესახებ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ უკრაინის ფლოტი, ასევე მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები შეაქო. რუსეთს უთხრა, რომ შავი ზღვა და აზოვის ზღვა ნამდვილად არ იქნება მშვიდობის ადგილი რუსეთისთვის. ეს შეფასება ნაკლებად ასახავს სრულ სურათს, თუ რამდენად საფუძვლიანად დაამარცხა უკრაინამ რუსეთი ამ მნიშვნელოვან წყლის გზაზე.
მოსკოვაზე თავდასხმის შემდეგ ყველანაირი თავშეკავება გაქრა და უკრაინამ დაიწყო შავი ზღვის ფლოტის ყველა სამხედრო გემის მიზანში ამოღება, რომელიც მის მოქმედების არეალში მოხდებოდა. დამატებითი რაკეტები განლაგდა, ზოგჯერ უკრაინის წარმოებისაც, ხოლო ზოგჯერ დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული. დროთა განმავლობაში უკრაინამ შექმნა საჰაერო დრონები, რომლებიც საკმარისად დიდი და ძლიერი იყო გემების ჩაძირვისთვის. მან შექმნა საზღვაო დრონები, რომლებიც შავ ზღვაში უპილოტოდ პატრულირებდნენ და მზად იყვნენ კამიკაძე შეტევებისთვის რუსულ სამხედრო გემებზე, რომლებსაც აქამდე მსგავსი საფრთხეებისგან თავის დაცვა არასდროს დასჭირვებიათ. შემდეგი 2 წლის განმავლობაში მოსკოვს მსხვერპლიდან გამოყვანის შემდეგ უკრაინამ კვლავ და კვლავ განახორციელა დარტყმები. 2024 წლის შუა პერიოდში უკრაინამ მოახერხა 26 გემისთვის დარტყმა მიეყენებინა და მსხვერპლიდან გამოეყვანა, რომლებიც შავი ზღვის ფლოტის ნაწილი იყვნენ, რაც მთელი ფლოტის დაახლოებით მე-13-ს შეადგენს. ინოვაციებმა, როგორიცაა მაგურა V5 საზღვაო დრონი, რომელსაც შეეძლო რამდენიმე ასეული კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების მიტანა რუსულ გემებზე, დაიწყო დომინირება. 2024 წლის გაზაფხულზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის საკმარისად თავდაჯერებულად იგრძნო, რომ შავი ზღვის ფლოტი ფუნქციურად უმოქმედოდ გამოეცხადებინა, რადგან უკრაინის დრონებმა და რაკეტებმა დომინირებდნენ. ფლოტი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მთავარი ბაზა ტირიმის სევასტოპოლში, სასოწარკვეთილი მცდელობით, რომ უკრაინის მოქმედების რადიუსს გასცდენოდ. პუტინმა სცადა რეალობის დამახინჯება. მან სამხედრო აღლუმები და პროპაგანდა გამოიყენა, რათა დაეფარა ის დამანგრეველი დანაკარგი, რომელიც რუსეთმა შავ ზღვაში განიცადა. ყველაფერი მაშინ, როცა ის სასოწარკვეთილად ცდილობდა ეპოვა რაიმე გზა, რათა დაებრუნებინა კონტროლი, რომელიც სჭირდებოდა შავი ზღვის გამოყენების გასაგრძელებლად, როგორც უკრაინაზე თავდასხმისთვის, ასევე ტირიმის დასაცავად. მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინამ შავი ზღვის გამარჯვება მოიპოვა. დაიპოვა და ამას ციფრები ნათლად ადასტურებს. 26-ზე ბევრად მეტი გემია, რომელსაც უკრაინა ახლა თავის ბრწყინვალე შავი ზღვის სტრატეგიის მსხვერპლად მიიჩნევს. United 24 მედიის ცნობით, უკრაინა ახლა აცხადებს, რომ შავ ზღვაში რუსეთის 12 ძირითადი საბრძოლო გემი დაარტყა. ამ გემებიდან 4 განადგურებულია, ხოლო კიდევ 8 იმდენად დაზიანდა, რომ სავარაუდოდ აღარ ფუნქციონირებს. უკრაინამ ასევე დაარტყა რუსეთის სადესანტო გემებს 25-ჯერ, რის შედეგადაც 15 გემი განადგურდა, ხოლო კიდევ 10 დაზიანდა. ასევე იყო შეტევები დამხმარე გემებზე, რომლებიც სხვა გემებს უზრუნველყოფენ მხარდაჭერას. სულ განხორციელდა 12 დარტყმა, 3 განადგურებულია და 9 დაზიანებული. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა ზუსტ ციფრებს ასახელებს შავი ზღვის კამპანიის შესახებ. და ამ თავდასხმების მასშტაბი სწორედ ის მიზეზია, რის გამოც უკრაინა გამარჯვებას აცხადებს. შავი ზღვის ფლოტი მთლიანად განადგურებული არ არის, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რუსული გემი გადის ზღვაში, უკრაინის დრონები და რაკეტები ელოდებიან. და რადგან რუსეთს არ შეუძლია თავისი ფლოტის შევსება, რადგან თურქეთმა დახურა შავ ზღვაში შესასვლელი სრუტეები, პუტინი წარმოუდგენელ მდგომარეობაშია ჩაყენებული. ქვეყანამ, რომელსაც საზღვაო ფლოტი არ აქვს, პუტინი აიძულა მთლიანად შეეწყვიტა შავი ზღვის ფლოტის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვის ბალანსი მთლიანად უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. და ამას მნიშვნელობა აქვს რუსეთის სამხედრო ძალისთვის და პუტინის კონტროლისთვის, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმზე. ციფრები, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ უკრაინის შავი ზღვის კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ ის ხსნის კარს ყირიმის დერუსიფიკაციისთვის. ეს არის უკრაინის საბოლოო მიზანი. თუ რუსეთი დაკარგავს ყირიმს, მთელი ეს შეჭრა ჩავარდება. თუმცა სანამ უფრო ღრმად შევეხებით შავი ზღვის დინამიკის ცვლილებებს და იმას, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. იღებთ თუ არა ახალ ინფორმაციას ამ ვიდეოდან, შესანიშნავია. ალდა გავიწყლეთ არხზე გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართვა, რომ ნახოთ, რას შემოგთავაზებთ შემდეგ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში დამარცხდა, კვლავაც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ამ აკვატორიაში. როგორც კარნეგის ფონდი აღნიშნავს, პუტინის ამ პარტავნება აიძულებს მას იფიქროს, რომ რუსეთის მდგომარეობა შავ ზღვაში დროებითი უკუსლა არის და არა უკრაინის ომის მუდმივი რეალობა. შესაძლოა მას გონია, რომ რუსეთი ჯადოსნურად დაიწყებს უკრაინის შიგნით იმ საწარმოო ბირთვის განადგურებას, რომელიც აწარმოებს რას რაკეტებსა და დრონებს, რაც უკრაინის სტრატეგიას უზრუნველყოფს. 4 წელზე მეტი ბრძოლის მიუხედავად ეს არ მომხდარა, მაგრამ პუტინი რუსეთის გამარჯვების იმედში აშკარად ილუზიებშია. მაინც შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ჯერ კიდევ არსებობს, რომლებიც არ ჩაძირულა ან დაზიანებულა, ასე რომ უკრაინას არ შეუძლია ყურადღება მოადუნოს. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ბალანსი მთლიანად უკრაინის სასარგებლოდ არ შეიცვალა. და ამას ხედავთ იმაში, თუ როგორ ეპყრობა რუსეთი ამჟამად თავის შავი ზღვის ფლოტს. 26 ივნისის ანგარიშში მეცომ გამოავლინა, რომ შავი ზღვის ფლოტი აღარ ასრულებს იმ უმეტეს ფუნქციებს, რისთვისაც მისი გამოყენება იყო განკუთვნილი. რუსეთის საზღვაო ავიაცია ასრულებს ამ ფუნქციებს მის ნაცვლად, რის გამოც საბრძოლო გემები პრაქტიკულად უსარგებლო გახდა. უკრაინის მიმართულებით რაკეტების გაშვებაც კი რუსეთის გემებისთვის შეუძლებელი ჩანს. უკრაინის ახალი ხმის 5 ივლისის სტატია აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ იყენებს თავის გემებს კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად. თუმცა ეს გემები შავ ზღვაში გასასვლელად და რაკეტების გასაშვებად აღარ გადიან. ისინი საკუთარ საბაზო პორტებში რჩებიან. მათ სასოწარკვეთილად იმედი აქვთ, რომ უკრაინა მათზე საპასუხო შეტევებს არ განახორციელებს, სანამ ისინი უძრავად არიან. ეს ფლოტისთვის ერთადერთი არჩევანია. შავ ზღვაში გასვლა ნიშნავს, რომ გემებს შეუძლიათ უფრო ახლო მანძილიდან ისროლო და ზრდის სამიზნეების რაოდენობას, რომლებზეც შეუძლიათ დამიზნება. მაგრამ რუსეთი ამ რისკზე ვერ წავა. ნებისმიერი გემი, რომელიც ზღვაში გადის, თავად ხდება სამიზნე. უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელი დმიტრო პლეტენჩუკი აღწერს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობას. ოკუპანტს ზღვაში არ დარჩენია არც ერთი ერთეული.
არც აზოვის ზღვაში და არც შავი ზღვის აკვატორიაში. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე თვეა ზღვაში გასვლა რაღაც სახის ფუფუნებად იქცა. ამბობს პლეტენჩუკი. ეს ფუფუნება, რომელსაც პუტინი ვერ მისცემს თავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცის, რომ შეიძლება მსხვერპლად შეწიროს მრავალმილიონიანი საბრძოლო გემები, რომლებსაც ურტყამენ დრონები, რომელთა დამზადებაც მხოლოდ რამდენიმე 1000 დოლარი ღირს. სულ 1-2 თვით ადრე ამ გამჟღავნებებამდე, United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთ საინტერესო გადაწყვეტილებაზე, რომელიც პუტინმა მიიღო შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით. მედია იუწყება, რომ რუსეთი იმდენად იმედგაცრუებულია საბრძოლო გემების დაკარგვით, რომ დაიწყო მეზღვაურების დრონების დანაყოფებში გადაყვანა. ამის შესახებ უკრაინული პარტიზანული ჯგუფი ატეში იუწყება, რომლის მტკიცებით რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ გადაწყვიტა, რომ მეზღვაურები უფრო ეფექტურად გამოიყენებიან დრონების ოპერატორებად, ვიდრე იმ საქმეში, რისთვისაც წლებია ემზადებოდნენ. ეს ყველაფერი გეუბნებათ, რაც კი საჭიროა იცოდეთ რუსეთის შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ. მეზღვაურები ზღვაში აღარ გადიან. მაშინაც კი როცა რუსეთს შეიძლებოდა გაერისკა და გემები გაეშვა, ისინი წყალში აღარ გადიან, რადგან ისინი, ვინც უნდა მართონ ეს გემები, ძალიან დაკავებულები არიან იმის გარკვევით, თუ როგორ მუშაობს დრონები. ეს უკრაინის გამარჯვება. ეხლა რუსეთი იმდენად სასუწარკვეთილია, რომ თავისი უსარგებლო მეზღვაურები რაიმის აკეთებდნენ, რომ შავი ზღვის ფლოტს კიდევ უფრო რუსეთისთვის მართლაც აღარ არსებობს მშვიდი ადგილი. მაგრამ რამდენადაც დამანგრეველიც არ უნდა იყოს პუტინისთვის შავი ზღვის უკრაინისთვის დათმობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ამდენი ძალა ჩადო რუსეთის შავი ზღვის მთავარ მოთამაშედ გადაქცევაში, თვითონ ეს დანაკარდი ფერმკრთალდება იმასთან შედარებით, რას ნიშნავს ეს მომავლისთვის. ყირიმი სერიოზულ საფრთხეშია. და რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის ფლოტზე დაყრდნობა, რომ დაცვა უზრუნველყოს. 2026 წელს პუტინი იძულებულია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყირიმი რუსეთისთვის უზარმაზარ ტვირთად იქცა. ასე არ უნდა ყოფილიყო. ზუსტად როგორც შავი ზღვა, ყირიმიც აქტივი უნდა ყოფილიყო. მომარაგების ჯაჭვის ნაწილი, რომელიც რუსეთიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავ ზღვაში და შემდეგ უკრაინის მატერიკზე გადიოდა. ყირიმიდან რუსეთს შეეძლო რაკეტების, დრონებისა და პლანირებადი ბომბების გაშვება, რომელსაც შავი ზღვის ფლოტი უმაგრებდა ზურგს, რაც უკრაინის მხრიდან ნებისმიერ საპასუხო ქმედებას უშლიდა ხელს. რა თქმა უნდა, ახლა უკვე ვიცით, რომ ასე არ გამოვიდა. შავი ზღვის ფლოტის განადგურებამ საფუძველი ჩაუყარა ყირიმის იზოლაციას, რასაც 2026 წლის განმავლობაში ვხედავდით. ეხლა ბევრი ითქვა უკრაინის კამპანიაზე იმ ლოგისტიკური არტერიების წინააღმდეგ, რომლებიც ყირიმში შედის და გამოდის, სავსებით სამართლიანად. ამ კამპანიამ, რომლის დროსაც უკრაინამ გაანადგურა ხიდები და ასობით მომარაგებისა და საწოწოვის მანქანა, რომლებიც ყირიმისკენ მიემართებოდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იზოლაციის კამპანიაში, რომელიც ნელ-ნელა ართმევს ყირიმს პუტინის ხელიდან. ბრწყინვალე ლოგისტიკურმა ზეწოლამ, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, R280 ავტომაგისტრალი, რომელიც ყირიმს რუსეთთან და სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს, ნამდვილი ჯოჯოხეთის გზად აქცია. სავსეა დამწვარი მანქანებით, რომლებიც უკრაინის საშუალო დონის დარტყმის დრონებმა გაანადგურეს. ყირიმის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რადგან იგივე დრონები ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებს უტევენ და ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურებულია, რადგან უკრაინის დრონები მათაც ესხმიან თავს. მაგრამ მას შეგეშალოთ, შავი ზღვის დაკარგვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს ლოგისტიკური კამპანია. ზოგ შემთხვევაში ერთი მეორეს აძლიერებს. ივნისში უკრაინამ განახორციელა გამანადგურებელი შეტევა ქერჩის ხიდის ორივე მხარეს, რომელიც ყირიმს რუსეთის მატერიკულ ნაწილთან აკავშირებს. ამ შეტევაში შედიოდა დარტყმები ბორამებზე, რომელსაც რუსეთი იყენებდა შავი ზღვისა და აზოვის ზღვის გავლით მარაგების გადასატანად. და ეს დარტყმები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა შავი ზღვის ფლოტის გამოთიშვა. რუსეთის ლოგისტიკური ქსელის კიდევ უფრო მეტი მეტწილი განადგურდა, მაგრამ ამის გარდა შავი ზღვის დაკარგვას როგორც პრაქტიკული, ასევე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკულ დონეზე რუსეთი ცდილობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა შეინარჩუნოს სხვადასხვა კუნძულებზე, ქვიშის ზოლებზე და ზოგჯერ შავი ზღვის ნავთობის ინფრასტრუქტურაზეც კი. ამ თავდაცვით სისტემებს მოვლა სჭირდება და რუსეთს თავისი გემები სჭირდება, რომ ინჟინრები იქ გაგზავნოს. ეს ახლა ისე ხშირად აღარ ხდება. ნებისმიერი გემი, რომელიც ზღვაში გადის, საფრთხეშია. რუსეთსაც აღარ შეუძლია თავისი გემებიდან რაკეტების გაშვება, როგორც უკვე დავადგინეთ. ან გამოიყენოს ისინი მოძრავ საჰაერო თავდაცვის პლატფორმებად ყირიმის დასაცავად. სიმბოლურად რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა საპორტო ქალაქი სევასტოპოლი. ყოველ შემთხვევაში იმ გაგებით, რომ ის იყო შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული შტაბ-ბინი. ეს დანაკარგი დარტყმაა პუტინის ნებისმიერი განცხადებისთვის, რომ რუსეთი სრულად აკონტროლებს ყირიმს. ეს შეუძლებელია. პორტის ქალაქი, რომელიც რუსეთისთვის უკრაინის გეგმებში გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს, ვერაც კი გამოიყენება თავისი დანიშნულებით. შავი ზღვის ფლოტის დაკარგვა მხოლოდ შავი ზღვის საკითხი არ არის. ყირიმი ახლა წარმოუდგენლად დაუცველია, რადგან რუსული სამხედრო გემები აღარ დაცურავენ. უკრაინა ძალიან ეფექტურად იყენებს ამ ფაქტს და ახლა ცდილობს ოკუპანტებისთვის ყირიმის ნახევარკუნძულზე ცხოვრება აუტანელი გახადოს. ის ცხოვრების წესი, რომელსაც ოკუპანტები ადრე იცნობდნენ, სწრაფად ინგრევა. საწვავის დეფიციტი და ხშირი ელექტროენერგიის გათიშვები აწუხებს ყირიმში მცხოვრებ მოსახლეობას. და როგორც ჩანს, დასასრული არ ჩანს. The Moscow Times-მა ესაუბრა ერთ ოკუპანტს, სახელად მიხაილს, რომელმაც აქ ბენზინი არ არის. ბავშვები მუდმივად ისმენენ აფეთქებებს, ხოლო ელექტროენერგია და წყალი შეზღუდულია. არ ვიცი, როდის დასრულდება ეს. არც მატარებლებზე მინდა ვიყო დამოკიდებული. ისინი ან გაუქმებულია, ან გადატანილი. სჯობს ბენზინის მარაგი გქონდეს. აქ, სევასტოპოლისგან განსხვავებით, ბენზინის ყიდვა ვერ შეძლებ, თეორიულადაც კი.
ყირიმში აღარაფერი მუშაობს და ეს ყველაფერი უკრაინის გეგმას შეესაბამება. არის ცნობები საკვების დეფიციტზე ყირიმში. ძირითადი პროდუქტები, როგორიცაა მარცვლეული ფქვილი და შაქარი, სულ უფრო რთულად იძებნება მაღაზიების თაროებზე. ყირიმის ტურისტული სეზონი სერიოზულად დაზარალდა. ეს გასაკვირი არ არის. მზე, ზღვა, ქვიშა, ბენზინის გარეშე. ასე აღწერს ამას რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება, რადგან ყირიმი კარგავს ტურისტული შემოსავლის დიდ ნაწილს იმ მიზეზით, რომ ხალხს აღარ უნდა იმ ნახევარკუნძულზე წასვლა, რომელიც აქტიურ საომარ ზონად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი არ გადასულა იქ. მათ ამის საჭიროება არ ქონიათ. ზიანს დრონები აყენებენ. ეს ყველაფერი დაიწყო შავი ზღვის ფლოტის დაშლით, რამაც უკრაინას საშუალება მისცა ყირიმის შიგნით დართმებზე გადართულიყო. ასევე ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიით, რომელიც ახლა ყირიმს, რუსეთსა და ოკუპირებულ უკრაინას აშორებს. და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინის სტრატეგია, რომ ყირიმის საცხოვრებლად უარგისი გახადოს, მუშაობს, მაშინ არ გჭირდებათ ჩვენ მოგვისმინათ. ამის ნაცვლად შეხედეთ, რას აკეთებს რუსეთი. 3 ივლისის ანგარიშში ევრომაიდან პრესმა გაამჟღავნა, რომ არტეში ამტკიცებს თითქოს რუსეთის ოფიციალურ პირებს ყირიმის ქალაქებში, კერჩსა და ფეოდოსიაში მირებული აქვთ ბრძანება, შეაგროვონ ყველა ოფიციალური დოკუმენტი და აღჭურვილობა, რათა ისინი ნახევარკუნძულიდან ევაკუირდნენ. ეს არ იყო შემთხვევა, როცა ამ ოფიციალურ პირებს რამდენიმე კვირა ჰქონდათ სამუშაოს შესასრულებლად. მათ მიეცათ ვადა 3 ივლისამდე. რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტები და აღჭურვილობა უკვე წაღებულია. თუ ვივარაუდებთ, რომ ყველაფერი რუსეთის გეგმას მიხვა. რუსეთი შეშინებულია. შავი ზღვა დაკარგულია. შემდეგი ყირიმია. რადგან უკრაინის დარტყმები გრძელდება. ნახევარკუნძული, რომელიც პუტინს უნდა გამოეკენებინა მუდმივი ბაზის შესაქმნელად, შავ ზღვაზე ძალაუფლების გასავრცელებლად, თავად იქცა სამიზნედ. მას შემდეგ, რაც იმავე ფლოტმა, რომელსაც ეს ძალაუფლება უნდა გაევრცელებინა, ვერ გაამართლა. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ რუსეთს შავი ზღვა დაეკავებინა. მაგრამ ასე არ არის. ზელენსკი მართალია. რუსეთმა დაკარგა შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია მთელი უკრაინის ომში ამ დრომდე და მალე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტერიტორია დომინოსავით დაეცე. უკრაინის უზარმაზარი დრონების არმია განაგრძობს დივერსიფიკაციასა და გაფართოებას, ხოლო უახლესი მოდელების უმეტესობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია წინა თაობებთან შედარებით. მაგალითად, გაზრდილი მოქმედების რადიუსი და უფრო დიდი საბრძოლო თავები. ერთ-ერთ ახალ მოდელს, ზირკას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს საკუთარი twin-ი. შეუძლია ავტომატურად მოძებნოს, დააკვირდეს და გაანადგუროს მტრის საფრთხეები ისე, რომ მართვა ან კონტროლი რეალურ ადამიანს არ სჭირდება. ეს უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიის შემდეგი ევოლუცია. ნამდვილი არაადამიანური მონადირე, რომელიც უკრაინის ცაზეა გაშვებული ერთი და მხოლოდ ერთი მიზნით, რაც შეიძლება მეტი რუსული დრონის პოვნა და განადგურება. ესეთი დრონის პოტენციური გავლენა ვერაფრით იქნება ნაკლებად შეფასებული. მაგრამ სანამ განვიხილავთ, როგორ შეიძლება მან შეცვალოს ბრძოლის ველი მომდენო თვეებში, მოდით ჯერ მის განვითარებასა და დიზაინს გადავხედოთ. ზირკა არაერთი, არამედ 2 დამოუკიდებელი უკრაინული თავდაცვის კომპანიის იდეა. Noctisy და Wirey Industryები. Noctisy თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უპილოტო სისტემების ავტომატიზაციასა და ჩაჭრის ტექნოლოგიებში, როგორიცაა ინტელექტუალური ანტიდრონული გადაწყვეტილებები. Noctisy ყურადღებას ამახვილებს არა ახალი აპარატურის ნულიდან შექმნაზე და განვითარებაზე, ეს კომპანია უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ავტომატიზებული სისტემების, როგორიცაა სამიზნის თვალთვალისა და ჩაჭრის ალგორითმების განვითარებაზე, რომლებიც დრონებს უფრო ჭკვიან და მომაკვდინებელ მონადირეებად აქცევს. მაშინ, როცა ამსუბუქებს ადამიან ოპერატორებზე არსებულ ტვირთს. Wirey Industries-ი თავის მხრივ დაითხოვა როგორც მცირე მასშტაბის საომარი სტარტაპი კიევში. მაგრამ მას შემდეგ გახდა უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი მოცინავე უპილოტო საჰაერო სისტემების მწარმოებელი, ელექტრონული კომპონენტებისა და სამხედრო პროგრამული უზრუნველყოფის. ის აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს, როგორიცაა Wirey 15 კამიკაძე დრონი და Wirey Opto 15, ოპტიკურ ბოჭკოვანი უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე დრონების აქსესუარებს, როგორიცაა Mara Pro დრონზე დამონტაჟებული რელე სისტემა და Wirey 19 სახმელეთო სადგური. მისი დრონების კომპონენტების 80%-ზე მეტი დამზადებულია უკრაინაში, ადგილობრივად. ახალი ზირკა დრონის განვითარების სამუშაოები ძირითადად Noctisy-ის მიერ განხორციელდა. Wirey-მ უზრუნველყო საინვესტიციო მხარდაჭერა და წარმოების ექსპერტიზა, რათა შეექმნათ საუკეთესო პროდუქტი. რადგან ისინი უბრალოდ დრონს არ აშენებდნენ, ეს იყო დრონი ძალიან კონკრეტული მიზნისთვის. მას უნდა ქონოდა უნარი, გამختارიყო შაჰიდის საბოლოო გამანადგურებელი. შაჰიდის დრონები წარმოიშვა ირანში და პირველად რუსეთს მიეწოდა უკრაინაში ომის ადრეულ ეტაპზე. 2022 წელს. შემდგომში რუსულმა სამხედროებმა დაიწყეს ამ მოწყობილობების მოდიფიცირება და მასობრივი წარმოება. ასევე მისცეს ახალი სახელი გერანდი 2. მაგრამ მსოფლიოს დიდი ნაწილი კვლავ შაჰიდებად მოიხსენიებს მათ. კონფლიქტის განმავლობაში ისინი დამანგრეველი ეფექტით გამოიყენეს უკრაინის ქალაქებსა და დაბებზე მრავალრიცხოვან თავდასხმებში. სამიზნედ იქცა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. იმისთვის, რომ ამ თავდასხმებამ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, რუსული ქარხნები თვეში 1000-ობით ერთეულს აწარმოებენ. მისი მეთაურები ბრძანებას აძლევენ უზარმაზარი როიების გაშვებას საზღვრის გადაღმა უკრაინაში. და კრემლის ინჟინრები მუდმივად ტოულობენ გზებს, რომ გააუმჯობესონ მათი დრონების შესაძლებლობები. თავდაპირველად მაგალითად, შაჰიდებს თავდაპირველად შეეძლოთ მხოლოდ 50 კილოგრამამდე.
ანუ 100 ფუნტამდე საბრძოლო თავების გადატანა. მაგრამ რუსმა ინჟინერებმა იპოვეს გზები, რომ ისინი კიდევ უფრო დამანგრეველი გაეხადათ და უახლესი ვარიანტები ხშირად აღჭურვილია 90 კილოგრამიანი, ანუ 200 ფუნტიანი საბრძოლო თავებით. რუსმა ჯგუფებმა ასევე შეიმუშავეს რეაქტიული ძრავით აღჭურვილი შაჰიდის ვარიანტები, რომლებიც საათში 500-დან 600 კილომეტრამდე გასაოცარი სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. 300-დან 370 მილამდე საათში. მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა გადაადგილებისთვის უფრო მარტივ და ია პროპელერებს იყენებს, რაც მათ მაქსიმალურ სიჩქარეს დაახლოებით 180.5 კილომეტრამდე საათში აძლევს, ან 115 მილი საათში. ისინი ჩვეულებრივ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ და მასობრივად გამოიყენებიან, რათა გააჯერონ და გადატვირთონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა. არ არის იშვიათი, მაგალითად, ერთ შეტევაში 660-ან მეტი დრონის გამოყენება. და უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 60,000 ასეთი დრონი გაუშვა. საბედნიეროდ კონფლიქტის მიმდინარეობისას უკრაინის ძალებმა იპოვეს გზები ამ სასიკვდილო საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა მსოფლიოში, რომელიც მოიცავს ყველაფერს: ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კოშკურებიდან დაწყებული მობილურ ცეცხლის ჯგუფებამდე, ელექტრონული ომის ჩამშობები, საჰაერო თავდაცვის ქვემეხები, რაკეტების ბატარეები და ასევე საბრძოლო ვერტმფრენები. მას ასევე ბევრი გარე დახმარება ჰქონდა. დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას მათი საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდეს. და როდესაც ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Starlink-მა გაიგო, რუსები მისივე თანამგზავრებს იხენებდნენ, მან სწრაფადვე შეუთვიდა მათ ცდომა, რითაც მკისიერად დაარღვია მათი ოპერაციები. მიუხედავად ამისა, დრონების ჯგუფები კვლავ მოდიან და რუსეთის ინჟინრები განაგრძობენ გზების პოვნას, რომ მათი დრონები უფრო ეფექტური გახადონ. აუმჯობესებენ ნავიგაციის სისტემებს, ოპტიმიზებენ მათ კონსტრუქციას და ინტეგრირებენ კიდევ უფრო ჩქვიან ელექტრონული ბრძოლისადმი გამძლე სისტემებს. პასუხად, უკრაინა აგრძელებს უფრო ეფექტური გზების ძიებას ამ დრონების გასანადგურებლად და იმ საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, რომელიც მათ აღმოაჩინეს, არის დამჭერი დრონების გამოყენება. უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია არა სადაზვერო მისიების შესასრულებლად ან მიწაზე სამიზნეების დასარტყმელად, არამედ იმისთვის, რომ ჰაერში მოძებნონ და გაანადგურონ სხვა უპილოტო აპარატები, მანამ სანამ ისინი თავიანთ სამიზნეებს მიაღწევენ. ეს გამორჩეულად ეფექტური აღმოჩნდა. მართლა, მას შემდეგ რაც უკრაინამ დაიწყო თავისი ჩამჭერი არსენალის გაფართოება, ესეთი სისტემების, როგორიცაა Wild Hornet Sting 2, განთავსებით Skypole, P1 Sun is და Octopus ASIS. მას ბევრად მეტი წარმატება აქვს რუსეთის საჰაერო საშუალებების უმეტესობის ჩამოგდებაში. მართლა, იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც კიევის ძალებმა გამოიყენეს ჩამჭერები და სხვა ზომები მტრის დრონების თითქმის 95%-ის გასანადგურებლად. ამ პროცესში უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კიევს ამ ტექნოლოგიაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება სურს. მისი უდიდესი და საუკეთესო დრონების კომპანიებიდან რამდენიმე აქტიურად მუშაობს ან არსებული ჩამჭერების განახლებაზე ან ახლების შექმნაზე. რაც ისევ ზირკასთან გვაბრუნებს. სპეციალისტი ინჟინრებისა და პროგრამისტების გუნდის მიერ, რომლებსაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ დრონების საწინააღმდეგო დაცვაში, ზირკა თავიდან ბოლომდე სპეციალურად შეიქმნა. ეს საინტერესო ჩამჭერი ოფიციალურად წარადგინა WIRIM 2026 წლის 30 ივნისს. კომპანიამ გაავრცელა ზირკას ტექნიკური მახასიათებლებისა და უნიკალური შესაძლებლობების დეტალური სია. ესთეტიკურად ზირკას ტყვიის ფორმის მსგავსი დიზაინი ძალიან გავს სხვა ჩამჭერ დრონებს, რომლებიც უკრაინამ ეფექტურად გამოიყენა, მაგალითად P1 Sun. წარმოებელმა გაამჟღავნა, რომ მას შეუძლია 340 კილომეტრზე მეტი სიჩქარის განვითარება საათში, ანუ 211 მილი საათში და შეუძლია იმუშაოს 6 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 3.7 მილის სიმაღლეზე. მას აქვს ოპერაციული რადიუსი 30 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 18.6 მილი და შეუძლია ჰაერში დარჩენა ერთდროულად 20 წუთამდე, რაც საკმარისი მეტია იმისთვის, რომ უპოვოს, დააკვირდეს და გაანადგუროს მტრის დრონები. და როდესაც დრო დგება მტრის სამიზნეების განადგურებისთვის, სწორედ მაშინ გამოირჩევა ზირკა და გამოიყოფა სხვებს. უმეტესობა სხვა დრონებისა უნდა იმართებოდეს ხელით, აფრენის წერტილიდან იმ მომენტამდე, როცა ისინი პოულობენ და იწყებენ სამიზნის თვალთვალს. ზოგიერთ მათგანს აქვს ავტონომიური შესაძლებლობები, რაც საშუალებას აძლევს მათ ხელოვნურ ინტელექტს გადაიბაროს მართვა ფრენის ბოლო ფაზაში. როდესაც ისინი უახლოვდებიან თავიანთ სამიზნეებს, მაგრამ მათ მაინც, როგორც წესი, სჭირდებათ ადამიან, პილოტები ფრენის ადრეულ ეტაპებზე. ზირკა განსხვავებულია. ვირის თქმით, ამ დრონს შეუძლია ავტომატურად აღმოაჩინოს, დააკვირდეს და გაანეიტრალოს საჰაერო საფრთხეები. მათ შორის ისინიც, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ ოპერატორის მუდმივი ჩარევის გარეშე. ეს ყველაფერს ცვლის. და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეს დრონი შეიძლება მარტივად გახდეს უკრაინის ჩამჭერი, არმიის ახალი ლიდერი. თუ ვირის მიერ ამ დრონზე ნათქვამი მართალია,
თეორიულად, უკრაინას შეიძლება ზირკების მთელი როები გაუშვას ცაში, ისე რომ არ დასჭირდეს პილოტების დიდი სახმელეთო ჯგუფები მათი სამართავად. ისინი ფაქტობრივად იმავე პრინციპით იმუშავებენ, როგორც გაასროლე და დაივიწყე ტიპის რაკეტები. მათ არ დასჭირდება თითოეულზე ცალკე დაკვირვება და სამიზნეებისკენ ხელით დამიზნება. შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი მოწინავე შესაძლებლობები საკმაოდ ძვირი დაჯდება. მაგრამ აი კიდევ ერთი საუკეთესო რამ ზირკა დრონის შესახებ. ის საოცრად იაფია. ვირი ინდუსტრიის ამტკიცებს, რომ თითოეული ერთეული მხოლოდ $200-მდე ღირს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ის არ იყოს ყველაზე იაფი ჩამონგდები ბაზარზე დღეს. მაგალითად, P1-სანი შეიძლება დამზადდეს ამ ფასის დაახლოებით ნახევრად, მაგრამ ზირკა დიდი სხვაობით ყველაზე იაფი ჩამონგდებია, რომელსაც საკუთარი ავტომატური აღმოჩენისა და დამიზნების შესაძლებლობები აქვს. ეს წარმოუდგენლად დაბალი ფასია ესეთი მოწინავე სამხედრო ტექნიკისთვის. და ეს მოწმობს, თუ რამდენად ეფექტური და ხარჯთეფექტური გახდნენ უკრაინის თავდაცვის კომპანიები და რამდენად კარგად შეუძლიათ მათ მუშაობა ომის დღევანდელი მკაცრი დროისა და ფინანსური შეზღუდვების პირობებში. ეს დაბალი ფასი ასევე წარმოუდგენლად ცუდი ამბავია რუსეთისთვის. მაგრამ სანამ ავხსნით, რატო თუ ეს არის ის ტიპის ანალიზი, რომლის მეტი გსურთ, დაგწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. ეხლა ზუსტად ვერ ვიტყვით რა ფასი ხდის რუსეთის შაჰიდის დრონების წარმოებაში. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა რამეს ამბობენ. ზოგი შეფასებით, თითო ერთეულის ფასი სულ $20,000-ია, ხოლო სხვები ბევრად უფრო მაღალ ციფრებს ასახელებენ, $80,000-მდე. ლოგიკურად ნამდვილი ფასი ალბათ ამ ორ უკიდურესობას შორის სადღაც შუაშია. დაახლოებით $50,000-დან 50,000 ტიპური შაჰიდის ან გერან 2-ის დრონისთვის. ამ დრონების შედარებით იაფმა წარმოების ხარჯებმა უკრაინას უზარმაზარი გამოწვევა შეუქმნა, მას შემდეგ რაც პირველი დრონები მის საჰაერო სივრცეში 2022 წელს გამოჩნდა. როგორ გაანეიტრალებ ესეთ საფრთხეს ისე, რომ ამ პროცესში ძვირადღირებული საბრძოლო მასალა არ დახარჯო. იმიტომ რომ მანამდე სანამ ჩამონგდები დრონები გამოჩნდებოდა, დრის დრონის ჩამოგდების ერთადერთი გარანტირებული გზა იყო ჩამონგდები რაკეტა და ჩამონგდები რაკეტები იაფი არ ღირს. უკრაინის დასავლელი მოკავშირეებიდან ბევრი წლების განმავლობაში სიამოვნებით აწვდიდა ამ საბრძოლო მასალებს. მაგალითად, აშშ-ში მიაწოდა ისეთი რაკეტები, როგორიცაა Patriot Paki და AIM-120 ტიპის საშუალო მანძილის საჰაერო რაკეტა AMRAAM-ები, მაგრამ AIM-120-ები თითო რაკეტაზე დაახლოებით $1,000,000 ღირს, ხოლო PAC-2 და PAC-3 რაკეტები თითო რამდენიმე მილიონი ღირს. კიევის არსენალში არსებული ზოგიერთი იაფი ჩამონგდები რაკეტაც კი, როგორიცაა გერმანული Iris-T რაკეტები, მაინც თითოეულ ერთეულზე რამდენიმე ასეული $1,000 ღირს. და ამ საბრძოლო მასალების ბევრი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, უკრაინამ ომის პირველ 4 წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 600 Patriot-ის რაკეტა მიიღო. ასე რომ, ეს რესურსები არა მხოლოდ უკიდურესად ფასეულია, არამედ იშვიათიც. და საერთოდ არანაირი ლოგიკა არ არის $1,000,000-იან რაკეტას ესროლო $50,000-იან დრონს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მტერს შეუძლია იმავე დღეს კიდევ ასობით $50,000-იანი დრონი დაამზადოს და გაუშვოს. ამიტომ უკრაინას სხვა გზა არ დარჩა გარდა იმისა, რომ თავისი გადამჭრელი რაკეტები რეზერვში შეენახა და მხოლოდ უფრო დიდ, ძვირადღირებულ მტრის საფრთხეებზე, მაგალითად ფრთოსან რაკეტებზე გამოეყენებინა. მაშინ როცა ცდილობს ბევრად იაფი გზები იპოვოს შაჰიდების წინააღმდეგ საბრძოლველად. საბედნიეროდ, ქვეყანამ ამ გამოწვევას შესანიშნავად უპასუხა და ზირკა უბრალოდ ბოლო მტკიცებულებაა ამის დასადასტურებლად. რადგან თუ შეგიძლია $50,000 ღირებულების მტრის ობიექტი გაანადგურო $2,000-იანი იარავით, ეს შენთვის უკიდურესად ეფექტური თანაფარდობაა, ხოლო შენი მოწინააღმდეგისთვის საშინელი. თუ უკრაინა შეძლებს საკმარისი რაოდენობის ზირკას ჰაერში გაშვებას, თითოეული მათგანი, რომელიც წარმატებით გაანადგურებს რუსულ შაჰიდს, ფაქტობრივად კრემლს დაახლოებით $48,000 ზარალს აყენებს. ეს თავისთავად ბევრი არ არის თუ მოსკოვის უზარმაზარ თავდაცვის ბიუჯეტს შევადარებ. მაგრამ რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ღირებულება მალე იზრდება და მილიონებს აღწევს. პოტენციურად კი გრძელვადიან პერსპექტივაში მილიარდებსაც კი შეიძლება მიაღწიოს. რუსეთი უკვე მრავალი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. რაც დიდწილად ომის მზარდი ხარჯებით არის განპირობებული, უკრაინის დრონების იერიშების გავლენა მის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე და დასავლეთის სანქციების ნაკადი, რომელიც მის ფინანსურ სისტემას მიზანში იღებს. ზირკა უკრაინისთვის კიდევ ერთი გზაა, რომ ომი მტრისთვის აუტალნად ძვირი გახადოს. ამავე დროს გაანადგუროს მისი რესურსები და დაიცვას როგორც ხალხი, ისე ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ამ დრონის საერთო ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად შეძლებს ის შაჰიდების პოვნასა და განადგურებას. მაგრამ როგორც ჩანს, ეს დიდი პრობლემა არ იქნება თუ გავითვალისწინებთ მის დიზაინს. როგორც უკვე აღვნიშნე, როცა მათ დაიწყეს მუშაობა ზირკაზე, ნოქტისმა და ვირი ინდუსტრიებმა სპეციალურად განიზრახეს, რომ ეს ყოფილიყო შაჰიდის გამანადგურებელი. ეს ნიშნავს, რომ მისი დიზაინის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყო ამ მიზნის გათვალისწინებით. ყოველი კომპონენტი ფრთხილად იყო დამზადებული და
სპეციალურად შერჩეული, რათა ეს უპილოტო საფრენი აპარატი რუსული ანალოგებისთვის კოშმარი გამხდარიყო. არაფერი დატოვებულა შემთხვევის იმედად. დიზაინის გუნდმა კი უკრაინის ერთ-ერთ ექსპერტ ანტი-შაჰიდ ბატალიონსაც კი მიმართა, რომელსაც Dark Node ეწოდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩევებისა და რეკომენდაციების მისაღებად თუ როგორ გაეხადათ მათი დრონი საუკეთესო. Dark Node-ის ეკიპაჟები უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად ითვლებიან შაჰიდის დრონების პოვნისა და განადგურების საქმეში. ამ ომში მათ უკვე 1500-ზე მეტი ესეთი დრონი გაანადგურეს. მათ ეს დრონების კონსტრუქცია ხელის გულივით იციან და ასევე იციან მათი სისუსტეების გამოყენების საუკეთესო გზები. მათი ინფორმაცია ფასდაუდებელი იყო ინჟინრებისთვის და დეველოპერებისთვის, რომლებიც ამ ახალ ჩამჯერს ამუშავებდნენ. და მათი მძიმე შრომის წყალობით საბოლოო პროდუქტს როგორც ჩანს აქვს ყველა თვისება და შესაძლებლობა, რაც საჭიროა შაჰიდების მარტივად განეიტრალებისთვის. მაგალითად, აღსანიშნავია, რომ ზირკა თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად შეუძლია ფრენა, ვიდრე ტიპურ გერან 2-ს. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც რუსული დრონი სრული სიჩქარით უახლოვდებოდეს უკრაინულ ქალაქს, ზირკას მაინც ეკნება საკმარისი დრო აფრენისთვის, მისზე დამიზნებისთვის და მის დასაწევად, სანამ ის მიზანთან მიახლოებასაც კი მოასწრებს. თუნდაც შაჰიდი ეცადოს თავის არიდების მანევრების შესრულებას, ზირკას უზარმაზარი სიჩქარის უპირატესობა მაინც საკმარისი უნდა იყოს, რომ საბოლოოდ ბრძოლა მოიგოს. ზირკას ავტონომიური ფუნქციებით ძალიან დიდი უპირატესობაა. თუ ეს დრონები ადამიან ოპერატორებზე იქნებოდა დამოკიდებული, უკრაინას მოუწევდა კიდევ უამრავი პილოტის მოძებნა და გაწვრთნა, რომ ისინი ემართათ, რაც მკაცრ ზღვარს დაადებდა იმ უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობას, რომელთა განლაგებაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია. თუმცა ზირკას ხელოვნური ინტელექტის სისტემების სხალობით, უკრაინას შეუძლია პოტენციურად მთელი ეს დრონების ჯგუფები გაუშვას მხოლოდ ერთი ადამიანის ზედამხედველობით, რომელიც მათ მოძრაობას და პროგრესს დააკვირდება. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს უკრაინელი დრონ ოპერატორების ტვირთს, ასევე უადვილებს მათ მოწინააღმდეგეების მზარდად მასიურ დრონების ჯგუფებსა და გაჯერების მცდელობებთან ბრძოლას. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რადგან რუსი მეთაურები კვლავ ძლიერ ეყრდნობიან უხეში ძალის ტაქტიკის კონცეფციას. ისინი მიიჩნევენ, რომ წარმატების გასაღები იმაშია, რომ მტერს უფრო და უფრო მეტი დრონი და რაკეტა ესროლო. იმ იმედით, რომ თუნდაც ამ დრონების დიდი ნაწილი გზაში ჩამოაგდეს, ზოგი მაინც მიაღწევს მიზანს და დაართვამს სამიზნეს. დროთა განმავლობაში ისინი იმედოვნებენ, რომ ამ თავდასხმებით უკრაინას იმდენად დიდ ზიანს მიაყენებენ, რომ ის იძულებული გახდება დანებდეს და თეთრი დროშა ააფრიალოს. კიევი იბრძვის იმისთვის, რომ იპოვოს გზები ამ სულ უფრო მასიური დრონების ტალღებთან გასამკლავებლად. და ზირკ სხვა ჩამჭერებთან ერთად იდეალურ ვარიანტად გამოიყურება. ეს მთელი ისტორია ასევე აჩვენებს ტაქტიკასა და ადაპტაციის უნარში არსებულ მკვეთრ განსხვავებებს ორ მხარეს შორის. ერთი მხრივ არის რუსეთი, რომელიც ომის ადრეული ეტაპებიდან მოყოლებული კვლავ ძლიერ ეყრდნობა იმავე დრონებს. დიახ, მისმა ინჟინრებმა დროთა განმავლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ შაჰიდი კვლავ კრემლის დრონების არმიის ქვაკუთხედად რჩება. ზუსტად ისე, როგორც 2022 წელსაც იყო. ამასობაში უკრაინამ ბევრად უფრო მრავალფეროვანი უპილოტო საფრენი აპარატების არსენალი შექმნა. დაამუშავა ყველაფერი შორ-მანძილზე მოქმედი სადაზვერვო აპარატებიდან დაწყებული ბაბა იაგას ტიპის ბომბდამშენი დრონებითა და ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩამჭერი დრონებით, როგორიცაა თავად ზირკა. მოკლედ, უკრაინამ რუსეთს უამრავი და მრავალფეროვანი საფრთხე შეუქმნა და კრემლი ბევრ მათგანთან ბრძოლის გზების პოვნაში სერიოზულად წვალობს. ამასობაში რუსეთი ჩიუტად აგზელებს ერთი და იმავე ტიპის დრონების გამოყენებას წელიწადიდან წელიწადამდე. ხოლო უკრაინამ ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ შეემუშავებინა ათეულობით ეფექტური გზა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზირკა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. და როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ, რუსეთს ძალიან ცოტა შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს ახალი დრონი, რომელიც მისივე უპილოტოებს ზიანს აყენებს. ზირკას შესახებ ავიაციისა და დრონების ექსპერტს ერთ-ერთმა პოპულარულმა უკრაინულმა საინფორმაციო არხმა ინტერვიუ ჩამოართვა. როდესაც კითხეს, როგორ შეძლებს რუსეთი მას წინააღმდეგობა გაუწიოს, მან აღნიშნა, რომ კრემლმა სცადა თავისი დრონებისთვის დამონტაჟებული კამერებისა და გამართლებელი სენსორების გამოყენება, რათა მათ ახლომდებარე საფრთხეები არ მოაჩინონ. ისევე როგორც ელექტრონული ბრძოლის ჩამქშობები, რომლებიც უკრაინული დრონების კავშირის ჩასახშობად არის შექმნილი. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ზომები ეფექტური აღმოჩნდეს ზირკას წინააღმდეგ. მისი სისწრაფე ნიშნავს, რომ მას ნამდვილად არ არუწევს შაჰიდის კამერების მიერ შემჩნევაზე ფიქრი და მისი ავტონომიური შესაძლებლობები ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ჯამერებიც ვერ იმოქმედებენ მასზე. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული თავდაცვის კომპანიები აქტიურად მუშაობენ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, რათა თავიანთი ტექნოლოგიები ახალ დონეზე აიხვანონ. ისინი განიხილავენ ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა უფრო განვითარებული კომპიუტერული ხედვა, მაგალითად, მოწინავე მანქანური სწავლება და სხვა უფრო ძლიერი ნახევარგამტარები, რათა შექმნან დრონები, რომლებიც უფრო ძლიერები, ჭკვიანები და სწრაფები იქნებიან, ვიდრე უკვე არსებული მოდელები. მართალია, ნოქტისი და ვირი ინდუსტრისი ამბობენ, რომ ისინი უკვე მუშაობენ ზირკა 2.0-ზე. ამ ახალი დრონის განახლებული ვერსია. უკრაინის არსენალი ცოტა უფრო დიდი და ბევრად უფრო ეფექტური გახდა უჩვეულო, მაგრამ საინტერესო ახალი იარაღის შემოღებით. ისეთი როადის სანამ მტრებზე ჩამოვარდება. ისეთი, რომელიც ადვილად უვლის გვერდს ჯემერებსა და ელექტრონული ომის სისტემებს. ისეთი, რომელსაც რუსული საერო თავდაცვის მხისიერად განადგურების პოტენციალი აქვს, რაც კრემლის ჯარებს, რესურსებსა და ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო დაუცველ სტოვებს შემდგომი დარტყმებისთვის. გაიცანით დარტი.
რაკეტა, რომელიც 10 წლეულების წინანდელ იდეას 21 საუკუნეში გადმოიტანს და შესაძლოა უკრაინის იარაღის არსენალს ფასდაუდებელ დამატებადაც კი იქცეს. დარტი შეიქმნა უკრაინის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამის მიერ. ეს არის მსუბუქი რაკეტა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სტრატოსფერული ბუშტების დახმარებით ჰაერში აიტანოთ. როდესაც ბუშტები გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევენ, რაკეტა თავისუფლდება ჩაშენებული ნავიგაციის სისტემების გამოყენებით, ის გადადის წინასწარ დაგეგმილ მარშრუტზე და საბოლოოდ ზემოდან უთქვამს მიზანს. ეს საოცრად მარტივი კონცეფცია და ბუშტების გამოყენების იდეა ომში საუკუნეებს ითვლის. მაგალითად, ძველ ჩინეთში ეგრეთ წოდებული კონგმინგის ფარნები სამხედრო სიგნალების გადასაცემად გამოიყენებოდა. ცნობილმა სტრატეგმა ჟუჟე ლიანგმა პირველად ისინი მაშინ გამოიყენა, როცა მტრის ძალებით იყო გარშემორტყმული და დახმარებას ითხოვდა. და ეს იდეა მალე გავრცელდა. დასავლეთ სამყაროში ბუშტების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების კიდევ ერთი ადრეული მაგალითი გვხვდება. მე-18 საუკუნის ბოლოს, ფლერუსის ბრძოლის დროს, ამ ბრძოლაში ფრანგულმა ძალებმა გამოიყენეს ცალბადით სავსე ბუშტი მტრის გადაადგილების დასაკვირვებლად და ადგილზე მყოფი ჯარისკაცებისთვის რეალურ დროში ინფორმაციის მისაწოდებლად. საფრანგეთს კი საკუთარი, თუმცა ხანმოკლე ბუშტების კორპუსიც კი ჰყავდა, რომელიც საბოლოოდ ნაპოლეონმა დაშალა. მაგრამ ბუშტების გამოყენების იდეა ბრძოლაში ამით ნამდვილად არ დასრულებულა. მაგალითად, ავსტრიის იმპერიის ძალებმა 1859 წელს ვენეციის წინააღმდეგ ბუშტებზე დამაგრებული ბომბები გამოიყენეს. მათ მიამაგრეს ასაფეთქებლები. თითოეული დაახლოებით 24-დან 30 ფუნტამდე იწონიდა. 11-დან 14 კილოგრამამდე. ქაღალდის ცხელი ჰაერის ბუშტებზე, რომლებიც შემდეგ გაუშვეს როგორც ხმელეთიდან, ასევე ორთქმავლიდან. სულ დაახლოებით 200 ბუშტი გაუშვეს და მინიმუმ ერთმა მიაღწია ქალაქს, როგორც იყო განზრახული, თუმცა ბევრი ქარმა წაიღო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ-ერთ მთავარ სირთულეს ბუშტების გამოყენებისას ბრძოლაში. დროის გასვლასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა სამხედრო ძალები მათ შორის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ცდილობდნენ გადაეჭრათ ეს გამოწვევები და აღმოეჩინათ ბუშტებით ომის ახალი, უფრო ეფექტური მეთოდები. პირველი მსოფლიო ომის დროს ბუშტები საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა სადამკვირვებლო პლატფორმებად და მეორე მსოფლიო ომში მათი გამოყენების სფერო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ბრიტანელები იყენებდნენ ეგრეთ წოდებული ბარაჟულ ბუშტებს მაგალითად, რათა შეეჩერებინათ გერმანელი ბომბდამშენებისა და ადრეული საკრუიზო რაკეტების საჰაერო შეტევები. მათ ასევე დაგეგმეს მთელი სამხედრო ოპერაცია აუთვარდი ბუშტების გამოყენებით. ეს გულისხმობდა თითქმის 100,000 ბუშტის გაშვებას მთლიანობაში. მათგან დაახლოებით ნახევარი ცეცხლგამჩენი მოწყობილობები მიქონდა, ხოლო დანარჩენი ნახევარი ფოლადის მავთულებს ატარებდა, რომლებიც გაკუთვნილი იყო ხანძრების დასაწყებად და ევროპის მასშტაბით ელექტროგადამცემი ხაზების დასაზიანებლად, რაც ქაოსს ქმნიდა გერმანული ძალებისთვის. იაპონიამ კი გამოიყენა ცეცხლგამჩენი ბუშტები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ფუგოს ბუშტის ბომბები, რომლითაც ასაფეთქებელი ტვირთი გადაჰქონდათ წყნარი ოკეანის გავლით. ათასობით ასეთი ბუშტი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 33 ფუტი, ანუ 10 მეტრი იყო და ძირითადად ქაღალდისგან იყო დამზადებული. ხონცივდან გაუშვეს. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებები და ცეცხლგამჩენი მოწყობილობები გადაჰქონდათ. რამდენიმე ასეული საბოლოოდ ჩრდილოეთ ამერიკაში შენიშნეს. 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მცირე დღის ხანძარი გაჩნდა. ეხლა ამ ისტორიულ მაგალითებს უმეტესად საკმაოდ შერეული შედეგები ჰქონდათ. მაგრამ თანამედროვე სამხედროებს ბევრად უფრო განვითარებული ტექნოლოგიები აქვთ. გაცილებით უკეთესმით ის პირობები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ბუშტებზე ჰაერში და უფრო განვითარებული გზები ამ პირობებთან გასამკლავებლად. შედეგად, მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. მათ შორის შეერთებული შტატები და ჩინეთი აგრძელებენ ბუშტებზე დაფუძნებული სისტემების პოტენციური გამოყენების შესწავლას. თუმცა უკრაინა მხოლოდ კვლევითა და ექსპერიმენტებით შემოიფარგლება. უკრაინა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს ბუშტებს, რათა რუსულ რიგებში დაბნეულობა, ქაოსი და განადგურება გაავრცელოს. როგორც წერს Wall Street Journal-ი, მაგრამ არც ერთ ქვეყანას ბუშტების გამოყენების ეს სფერო ისე არ გაუფართოებია, როგორც უკრაინას, რომელიც მათ იყენებს რუსეთის სიღრმეში თამამი დარტყმების განსახორციელებლად. ისევე როგორც სადაზვერო და სატრანსპორტო მიზნებისთვის და როგორც სათღვარები. მართლაც, კიევის ძალებმა კონფლიქტის ადრეულ დღეებში ბუშტებს მიმართეს. თავდაპირველად ისინი იყენებდნენ ბუშტებს ბომბებისა და ხელყუმბარების რუსების თავებზე დასაგდებად, ან როგორც სათღვარებს, რათა მტრის საჰაერო თავდაცვის რესურსები გაეფლანგათ. 2024 წლისთვის კიევმა ბუშტებზე დაფუძნებული ძალის ხმევა ახალ დონეზე აიყვანა და ამერიკელი მომთოდებლების პროდუქტებს იხენებდა კომპაქტური კამიკაძე იარაღების გადასატანად. ამ ბუშტებმა უკრაინას მისცა შესაძლებლობა დაერტყა რუსულ სამიზნეებზე ოკუპირებულ ტერიტორიებს მიღმა და ორი ქვეყნის საერთაშორისო საზღვრის გადაღმა. და ბუშტები გამოყენებული იქნა მრავალ დარტყმაში, ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა ნავთობის საბადოები, გადამამუშავებელი ქარხნები და საზღვაო ტერმინალები და სარკინიგზო კვანძები. როგორც მაიკლ კოფმანი, რუსეთის სამხედრო საკითხების ექსპერტი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდისგან აღნიშნავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის საერთო ძალის ხმევაში, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უფრო გონივრულ პირობებზე დასვას. და ეს ნაწილობრივ ბუშტების დამსახურება. არ არის გასაკვირი, რომ უკრაინის სამხედრო ინჟინრები ცდილობენ კიდევ უფრო გააფართოონ შესაძლებლობები. და დარტ რაკეტა მათი ძალისხმევის საბოლოო შედეგია.
მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, რა არის ეს და როგორ მუშაობს. ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრს არ გაუმჟავნებია არც თვითონ რაკეტის და არც მისი გაშვებისათვის გამოყენებული ბუშტების ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები. თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს, რომ რაკეტა საკმაოდ კომპაქტურია. მისი სიგრძე დაახლოებით 6 ფუტია, ანუ 1.8 მეტრი და ცარიელი მდგომარეობაში მისი წონა დაახლოებით 29 ფუნტია. ანუ 13 კილოგრამი. ამბობენ, რომ მას შეუძლია დაარება საბრძოლო თავების, რომელთა წონა მერყეობს 7.7 ფუნტიდან, ანუ 3.5 კილოგრამიდან 22 ფუნტამდე, ანუ 10 კილოგრამამდე. კონფიგურაციის მიხედვით. სავარაუდოდ, საბრძოლო თავი შეიცავს გრაფიტზე დაფუძნებულ გამჭოლ ელემენტებს. თუმცა კვლავაც არ არსებობს კონკრეტული დედასტურებული დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს იგი, ან რა ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული. ჩვენ არ ვიცით ამ რაკეტის ზუსტი მოქმედების რადიუსი, სიზუსტის მაჩვენებელი, ან თუნდაც მისი წარმოების სტატუსი. რაც სრულიად ნორმალურია, რადგან უკრაინას არ სურს გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელსაც რუსები მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ. მნიშვნელოვნად უკეთესია, ესეთი ტიპის იარაღი საიდუმლოდ შეინახო, სანამ ისინი ომისთვის მზად არ იქნება. რადგან ეს მათ საუკეთესო შანსს აძლევს, მტერი მოულოდნელად დაატყდეთ თავს. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ზუსტი ტექნიკური მახასიათებელი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, ჩვენ ზოგადი წარმოდგენა მაინც გვაქვს, როგორ მუშაობს დარტი. მოხსენებები მიუთითებს, რომ სტრატოსფერული ბუშტები მას 7.5-დან 11.2 მილის სიმაღლეზე აიტანენ. ანუ 12-დან 18 კილომეტრამდე. როგორც კი ის გარკვეულ სიმაღლეზე მიაღწევს, რაკეტა ისვება. იმ მომენტში ის ეკორდნობა სპეციალურ სერვოამძრავებს და ჩაშენებულ სანავიგაციო სისტემებს, რათა ჰაერში სტაბილურად დარჩეს და წინასწარ განსაზღვრულ ფრენის მარშრუტზე გადავიდეს. ეს შეიძლება უმნიშვნელო დეტალად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რადგან თუ რაკეტა უბრალოდ ბუშტიდან ჩამოაგდეს ისე, რომ თავის სტაბილიზაცია ვერ შეძლოს, ის მარტივად შეიძლება კურსიდან რამდენიმე მილით გადაუხვიოს. ამის ნაცვლად დარტი მიზანს უახლოვდება დაშვებისას, მაგრამ როცა დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 3.7 მილის, ანუ 6 კილომეტრის დაშორებით არის, მისი ნავიგაციის სისტემა სრულად ითიშება. ეს უდავოდ დარტის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია. როდესაც მისი ნავიგაციის სისტემა გათიშულია, ის ეყრდნობა მხარ სათვალზე მომუშავე ძრავს, რათა გააგრძელოს ფრენის მარშრუტი. წინასწარ განსაზღვრულ კურსს მიხვება, სანამ საბოლოოდ არ შეეჯახება მიზანს. რაც შეიძლება იყოს როგორც საბრძოლო მასალის საწყობი, ასევე ნავთობის შესანახი ავზი. ეხლა გეტყვით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. რუსეთი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ელექტრონული ომის სისტემებს, რათა ჩაახშოს, გააყალბოს, ან სხვა გზით ხელი შეუშალოს უკრაინული დრონებისა და რაკეტების მუშაობას. მისი ინჟინრები ამ სფეროში ინოვაციებს განაგრძობენ, ამატებენ დამატებით ანტენებს და ქმნიან უფრო რთულ სისტემებს. ფაქტობრივად, რომ უკრაინის საჰაერო საშუალებები ადგილზე გააჩერონ, წყვეტენ მათ კომუნიკაციებს და თიშავენ ნავიგაციის სისტემებს, რათა ვერ მოახერხონ მიზანში მოხვედრა. დარტის სისტემის უნიკალური უპირატესობა ისაა, რომ დაშვების ბოლო რამდენიმე მილში ის არ არის დამოკიდებული გარე კომუნიკაციებზე ან სატელიტურ ნავიგაციაზე. ასე რომ, თეორიულად მაინც, თუნდაც რუსეთს მიწაზე მთელი არმია ელექტრონული ომის ჩამხშობების ახავდეს. მზად იყვნენ, რომ ეთერი ყალბი სიგნალებითა და ხმაურით გაავსონ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხმაური ამ სისტემაზე გავლენას არ ახდენს, რადგან ის არ უსმენს. ამის ნაცვლად ის ჩუმად, უსიტყვოდ ეშვება თავის სამიზნეზე. და დამშობებს არ შეუძლიათ არაფერი გააკეთონ მის შესაჩერებლად. ომში, რომელსაც სულ უფრო მეტად ელექტრონული ომის ტექნოლოგია მართავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი აღნიშნავს, რომ ელექტრონული ომი კონფლიქტის ერთ-ერთ გამსაზღვრელ ძალად იქცა და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაგალითად, 14-დან 15 ივნისის ღამეს რუსეთმა გაუშვა გასაოცარი რაოდენობის 70 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი. სულ ჯამში 691 სააერო საშუალება უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე. უკრაინამ შეძლო ამ საშუალებებიდან 632 ან გაენადგურებინა, ან ჩაეხშო, რაც მიუთითებს ელექტრონული ომის სისტემების გამორჩეულ ძალასა და პოტენციალზე. სიცოცხლის გადასარჩენად და კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. GPS-ის ჩამქშობის სისტემების ასეთი ფართო გავრცელება ბრძოლის ველზე დღეს იძულებულს ხდის როგორც რუსეთს, ისე უკრაინას ჩაერთონ სასოწარკვეთილ რბოლაში. ალტერნატიული მართვის მეთოდების საპოვნელად ან შეიმუშაონ იარაღი, რომელიც ფაქტობრივად თავიდანვე იცის სად მიდის და არ ჭირდება მუდმივი მართვა. როგორიცა დარტი. მაგრამ სანამ ამ ახალი იარაღის სხვა უნიკალურ უპირატესობებს, გამოყენებებსა და შესაძლო ნაკლოვანებებს განვიხილავდეთ, ასეთი კიდევ ბევრია. ასე რომ, თუ სამხედრო შოუდან სარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ეხლა, ის ფაქტი, რომ დარტს მტრის ელექტრონული ომის სისტემების თავიდან აცილების პოტენციალი აქვს, ალბათ მისი ყველაზე დიდი უპირატესობა, მაგრამ ეს ერთადერთი არა. ამ სისტემის კიდევ ერთი უზარმაზარი უპირატესობა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ის ბუშტიდან ეშვება. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად მისი განთავსება თითქმის ყველგან შეიძლება. ეს მოიცავს როგორც წინა ხაზის პოზიციებს, ასევე ადგილებს უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის სიღრმეში. როგორც ისტორიული ამინდის რუკები აჩვენებს, სტრატოსფერული ქარები როგორც წესი უკრაინიდან რუსეთისკენ აღმოსავლეთის მიმართულებით უბერავს.
მაგალითად, ბუშტი შეიძლება კიევში გაეშვას და უბრალოდ ქარს გახვეს 100 მილი ან მეტიც მოსკოვისკენ, სანამ ტვირთს ჩამოაგდებს. და რადგან აქ ბუშტებზე ვსაუბრობ და არა საფრენ აპარატებზე, ყველაფერი რაც უკრაინელ ჯარისკაცებს სჭირდებათ, არის სისტემის გაბერვა და მისი გაფრენის საშუალება მისცენ. არ არის საჭირო ასაფრენი ბილიკები ან აეროდრომები. არც პილოტის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, ან დვიროტრირებული საფრენი აპარატის დაზიანების ან განადგურების რისკი, რათა გამოიყენონ ასეთი ტიპის საბრძოლო მასალა. მათ შეუძლიათ ნებისმიერ წერტილში გაუშვან ისინი, თითქმის ნებისმიერი ადგილიდან. და უბრალოდ დატოვონ, რომ გააგრძელონ გზა მტრის ტერიტორიაზე. ეს რუსეთს სრულიად განსხვავებულ პრობლემას უჩენს. ამ დრომდე მას უწევდა გამკლავება უკრაინის შიგნით შექმნილ დრონებსა და რაკეტების მრავალფეროვან სპექტრთან, ასევე დასავლურ იარაღთან, როგორიცაა Storm Shadows-ი და ATACMS-ი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა განსხვავებულია, ამ სისტემებიდან ბევრი ერთსა და იმავე ტრადიციულ ნიმუშებს მიხვება და აქვთ მსგავსი სისუსტეები, რომლებსაც შეიძლება გამოიყენოთ რადარებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებით და ელექტრონული ომის ტექნოლოგიებით. DART თითქმის ყველა ასპექტში განსხვავებულია. ის საშუალო დრონზე ბევრად უფრო მაღლა ადის და მიზნებისკენ დიდი სიჩქარით მიემართება. თუმცა არ იყენებს იმავე ტიპის ნავიგაციის ტექნოლოგიებს, რასაც საშუალო რაკეტა. და ეს რუსეთს პრობლემას უქმნის. რადგან კრემლს ჯერ არ აქვს დამტკიცებული გზა, რომ ესეთ სისტემას წინააღმდეგობა გაუწიოს. მას მხოლოდ იმის იმედი შეიძლება კონდეს, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა S-300 და S-400, შეძლებენ შეამჩნიონ რაკეტები მოახლოებისას და გაანეიტრალონ ისინი შეჯახებამდე. მაგრამ ბოლო წლებმა უხვად მოგცა მტკიცებულება, რომ ასეთი სისტემები სანდოდ ვერ ჩაითვლება. ათეულობით მათგანი უკრაინამ დააზიანა და გაანადგურა. და როცა მათ ნაკლები თავდაცვა აქვთ ხელმისაწვდომი, კრემლის სარდლებს იძულებული გახდნენ გადაენაწილებინათ დარჩენილი რესურსები და პრიორიტეტი მიენიჭებინათ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტების დაცვისთვის. მაგალითად, მოსკოვი. მაინც უკრაინა კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდაცვა უბრალოდ არასაკმარისია, რადგან კიევის დრონების ოპერატორებმა რამდენიმე თანმიმდევრული იერიში განახორციელეს ყველაზე დიდ და საუკეთესოდ დაცულ ქალაქებზე, როგორიცაა თავად მოსკოვი, ისევე როგორც სანქტ-პეტერბურგი. თუ მათ არსენალში DART იქნება, უკრაინის თავდაცვის ძალებს შესაძლოა შეეძლოთ ეს დარტმები კიდევ უფრო მომაკვდინებელი და დამანგრეველი გახადონ კრემლისთვის. მაგალითად, მას შეუძლია გაუშვას DART-ის რაკეტების სერია საჰაერო შეტევის დასაწყისში. გამოიყენოს ისინი სამიზნე ზონაში ნებისმიერი რადარისა თუ თავდაცვის სისტემის მწყობრიდან გამოსახვანად. შემდეგ მას შეუძლია გამოიყენოს დრონების ჯგუფები და ტრადიციული რაკეტები. დაანგრიოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაუცველი ობიექტები და სამხედრო აქტივები. და სარგებელი ამით ანთავრდება. ასევე არსებობს ხარჯების საკითხი. ეს არ არის საიდუმლო, რომ თუნდაც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, მოკავშირეების მხრიდან გულუხვი დაფინანსების და მხარდაჭერის პაკეტების მიუხედავად, უკრაინა ვერ შეედრება რუსეთის აბსურდულად მაღალ თავდაცვით ხარჯებს. ისევე როგორც ვერ შეედრება მოწინააღმდეგეს უზარმაზარი საბრძოლო მასალის მარაგებითა და ცოცხალი ძალით, ვერ შეედრება სამხედრო წარმოების შესაძლებლობებითაც. მას არ აქვს ის უზარმაზარი ქარხნები და ლოგისტიკური ქსელები, რომლებზეც რუსეთი ეყრდნობა ძვირადღირებული რაკეტებისა და დრონების მასობრივად წარმოებისთვის. შედეგად, მას სხვანაირად უწევს მოქმედება. უნდა იყოს ადაპტირებადი და ხარჯთეფექტურული. აი, რატომაც ხედავთ, რომ უკრაინა ასე ძლიერ ეყრდნობა ადგილობრივ ინოვაციებს. როგორიცაა მისი სულ უფრო მრავალფეროვანი დრონების არმია, რომელიც ძირითადად შედგება უპილოტო საჰაერო აპარატებისგან, რომლებიც შედარებით იაფი და მარტივი დასამზადებელი. ეს ასევე მიზეზია, რატომაც უკრაინამ ამ ომის დიდი ნაწილი გაატარა არა აუცილებლად იდეალური იარაღის შექმნაში, არამედ ისეთ სისტემებში ინვესტირებაში, რომლებიც ფუნქციონალურია, ხელმისაწვდომი და მტრისთვის რთულია მათთან გამკლავება. სუბუქი ბუშტით გაშვებული რაკეტა იდეალურად შეესაბამება ამ მოთხოვნას. მისი კომპაქტური ზომის წყალობი იმ ფაქტთან ერთად, რომ მას უბრალოდ შეუძლია ჰაერში აფრენა, საჭიროების გარეშე, რომ გაშვება და მართვა დასჭირდეს, DART-ი უკრაინისთვის სერიულ წარმოებაში ჩასაყენებლად საკმაოდ იაფი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით თითოეული ერთეულის ღირებულება, ისინი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად იაფი იქნება ვიდრე უფრო დიდი და რთული, ფთოსანი ან ბალისტიკური სარაკეტო სისტემები. და მიუხედავად იმისა, რომ DART-ის საბრძოლო ქობინი შედარებით პატარა, მას მაინც უნდა კონდეს საკმარისი ძალა, რომ სერიოზული ზიანი მიაყენოს შესაბამის სამიზნეებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ არ გადავაჭარბოთ და არ ვიფიქროთ თითქოს DART-ი იდეალური იარაღია, ან რომ ის ყველა უკრაინის პრობლემას აგვარებს. ბოლოს და ბოლოს ამ სისტემის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით და დრო და მოთმინება იქნება საჭირო, რომ სრულად გავიგოთ მისი რეალური შესაძლებლობები და ფაქტობრივი ეფექტიანობა. ექსპერტები უკვე სვამენ კითხვებს. მაგალითად, რამდენად ეფექტური უნდა იყოს DART-ის ნავიგაციის სისტემები იმისთვის, რომ მან წარმატებით შეინარჩუნოს სამიზნეზე კურსი, თუნდაც მაშინ, როცა ეს სისტემები გათიშულია. მრავალმა ადამიანმა ასევე მიუთითა ბუშტებზე დაფუძნებულ სისტემებთან დაკავშირებულ ისტორიულ პრობლემებზე. ვინც ოდესმე გაუშვია ბუშტი ქარში მაგალითად,
იცის, რამდენად ადვილად ექვემდებარება ეს ობიექტები ქარსა და ზოგად კლიმატურ პირობებს. რა თქმა უნდა, სამხედრო დანიშნულების სტრატოსფერული ბუშტები ზუსტად იგივე არ არის, როგორც ის დაბადების დღის ბუშტები, რომელსაც სახლში იყენებენ. მაგრამ ბევრი იგივე წესი მაინც მოქმედებს. ქარს შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით წაიღოს ისინი და ექვემდებარებიან ქარის სიძლიერისა და ამინდის მოულოდნელ ცვლილებებს. ესეთი ფაქტორები, როგორიცაა გაშვების დრო და გამოშვების პირობები, გარკვეულ დონეზე გაურკვევლობას იწვევს. რაც შესაძლოა, დართის კონტროლს უფრო რთულს გახდის. ამიტომ უნდა დაისვას კითხვები დართის საერთო მოქმედების რადიუსზე. რამდენად სავარაუდოა, რომ მან მიზანს მოარტყას და რა სახის შეცდომის ზღვარი აქვს მას სიზუსტის თვალსაზრისით. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ღირს თითოეული ერთეულის წარმოება და გამოცდილია თუ არა სისტემა, ან თუნდაც გამოყენებულია რეალურ საბრძოლო პირობებში, ან ჯერ კიდევ ადრეულ დაგეგმვისა და პროტოტიპის ეტაპზეა. ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია საბოლოო დასკვნების გაკეთება იარაღის რეალურ ღირებულებასა და სიცოცხლის უნარიანობაზე. თუმცა იმაზე დაყრდნობით, რაც ამ ეტაპზე ვიცით, არ შევდობ საკმარისი მიზეზი ვიხოთ ოპტიმისტურად განწყობილნი ამ სისტემის მიმართ. თეორიულად მაინც როგორც ჩანს, ის წვეთს რამდენიმე პრობლემას, რომლებსაც უკრაინა აწყლებოდა უფრო ტრადიციული საბრძოლო მასალის გამოყენებისას. მაშინ როცა მტერს ახალ გამოწვევებს უქმნის. ეს ნამდვილად უნიკალური კონცეფცია და თუ წარმატებული აღმოჩნდა, შეიძლება გზა გაუხსნას მსგავსი სტილის სხვა სისტემებს, რომლებიც სპეციალურად შეიქმნება ელექტრონული ომის ტექნოლოგიების წინააღმდეგ საბრძოლველად, საკუთარი შიდა ნავიგაციის სისტემების გათიშვით მიზანთან მიახლოებისას. და კიევს არ აქვს განზრახვა აქ გაჩერდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ საიდუმლოდ ინახავდნენ დართის ტექნიკურ მახასიათებლებს, სისტემის შემქმნელებმა ღიად აღიარეს, რომ მისი ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საფუძველი მომავალი პროექტებისთვის, რომელშიც შეიძლება შედიოდეს ბალისტიკური და საზენიტო რაკეტები. კიდევ ერთხელ, დამატებითი დეტალები იმის შესახებ თუ რას შეიძლება მოიცავდეს ეს არ არსებობს. მაგრამ უკრაინის გუნდები შესაძლოა უკვე იკვლევენ დამატებით გზებს, რომ ბუშტების საშუალებით უფრო დიდი და მომაკვდინებელი საბრძოლო მასალები გაუშვან. ან ამ იარაღებში უფრო ჭკვიანი ნავიგაციის სისტემების ჩაშენებას, რათა მათ რუსეთის ელექტრონული ბრძოლის ჩამხშობების გვერდის ავლა შეძლო. როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ნათელია. უკრაინის ამბიცია კვლავ შეუდარებელია. და ქვეყანა განაგრძობს ინოვაციებისადმი ურღევ ერთგულებას. ის ყოველთვის ეძებს ახალ, უფრო ამაღელვებელ გზებს საზღვრების გასარღვევად და სამხედრო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გასაფართოებლად, ისე როგორც დანარჩენი მსოფლიო ძლივს თუ წარმოიდგენს. 8 წლის განმავლობაში უკრაინა ელოდა შესაფერის მომენტს ელოდა. დასდევდა და ეძებდა იმას, რასაც რუსეთი ოდესღაც იყენებდა უკრაინის დასაზიანებლად. მოლოდინი აუცილებელი იყო. უკრაინას არ ჰქონდა საჭირო საშუალება მიზნის გასანადგურებლად, მაგრამ ახლა მოლოდინი საბოლოოდ დასრულდა. უკრაინამ რუსეთს 2018 წელს მომხდარი ინციდენტისთვის წვირად აგებინა პასუხი. შურისძიება დაუნდობელი იყო. სამიზნე განადგურდა ზღვებში, რომლებზეც რუსეთს ეგონა რომ კონტროლი ჰქონდა. თუ შურისძიება ის კერძია, რომელსაც ყველაზე კარგად ცივად მიირთმევენ, უკრაინამ ახლახან მიატენა რუსეთს ნგრევის ყინულივით ცივი დოზა, რომელმაც რუსეთი შოკში ჩააგდო. ჩვენი ამბავი 2018 წელს იწყება. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კამპანია 4 წლით ადრე რომ დაიწყო, რა დროსაც ყირიმი უკანონოდ მიერთა. რუსეთი აღმავლობის პიკზე იყო. მას სრული კონტროლი ჰქონდა. შავი ზღვა, აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე, რომელიც ამ ორს აკავშირებს. ყველა მათგანი პუტინის манипуляციის საგანი იყო. და 2018 წლის ნოემბერში რუსეთმა დაიწყო თავისი ძალის დემონსტრირება. შავი ზღვის ფლოტმა ქერჩის სრუტე დახურა არასამხედრო გემებისთვის, რათა დაესაჯა უკრაინა იმ ბრალდებით, რომ მან რუსული ტერიტორიული წყლები დაარღვი. ცოცხალი, რა თქმა უნდა. ყირიმი არ ეკუთვნის რუსეთს და არც ნახევარკუნძულის გარშემო არსებული წყლები. რუსეთის საზღვაო ბლოკადაში მონაწილე გემებს შორის იყო ფსბ-ს საპატრულო ხომალდი, სახელად იზიმრუტი. ეს ხომალდი რამდენიმე სხვა გემთან ერთად მონაწილეობდა ქერჩის სრუტის ბლოკადის ესკალაციაში 2018 წელს. მან თავისი როლი შეასრულა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული სამხედრო ხომალდის დაკავებაში. ეს იყო ოპერაცია, რომლის დროსაც რუსეთის გემები შეეჯახნენ უკრაინის ხომალდებს და ცეცხლი გაუხსნეს მათ, როცა ისინი ცდილობდნენ ოდესიდან მარიუპოლში გადასვლას. ეს ინციდენტი იყო აგრესიის სერიოზული გამოვლინება, რომელსაც პუტინი 4 წელზე ნაკლებ დროში სრულმასშტაბიან შეთრამდე მიიყვანდა. შეტევის შედეგად უკრაინის 6 ჯარისკაცი დაიჭრა და რუსეთის ძალებმა უკრაინული გემების ეკიპაჟები დააკავეს. მოსკოვი ცდილობდა გზავნილი გადაეცა. ყველა მეზღვაური ციხეებში ჩახარეს, სადაც ისინი თითქმის 1 წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ, სანამ საბოლოოდ 2019 წლის 119 წლის სექტემბერში თხუთაგაცვლის ფარგლებში უკრაინაში დააბრუნებდნენ. იმ დროს უკრაინას რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ არაფერი შეეძლო. მას ფაქტობრივად არც სამხედრო საზღვაო ფლოტი აქვს და დრონები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის რუსეთისგან დაცვის სიმბოლოდ იქცა, მაშინ უკრაინის სამხედროების კოლექტიურ წარმოდგენაშიც კი თითქმის არ არსებობდა. ამიტომ უკრაინას უბრალოდ შეურაცხყოფის მოთმენა მოუწია და ატმა ეტანა. მაგრამ უკრაინამ ეს არასდროს დაივიწყა და არ აპატიებდა.
8 წლის განმავლობაში უკრაინა ელოდა შანსს, რომ შური ეწია. 2018 წელს მისი მეზღვაურების დატყვევებისა და დაჭრისთვის. მაშინაც კი როცა პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა და ომი მთელ უკრაინაში დაიწყო, ყველა თვალი იზემრუტისკენ იყო მიმართული. უკრაინას მხოლოდ სწორი იარაღი და შესაძლებლობა სჭირდებოდა. გადავიდეთ 2026 წლის 14 ივლისზე, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა ტელეგრაფზე მარტივი შეტყობინება გამოაქვეყნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა რუსეთის ფედერაციის ფსბ-ს სასაზღვრო გემი იზემრუტი გაანადგურეს. განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალებმა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს გემი მონაწილეობდა კერჩის სრუტის ინციდენტში 8 წლის წინ. და თუ ვინმე ესეჭვი ეპარებოდა, რომ უკრაინამ ზუსტად იცოდა რას ესროდა, როცა ეს გემი გაანადგურა, საზღვაო ძალებმა ეს ეჭვები გააქართლეს, როცა ნათლად განაცხადეს, რომ შურის ძიება ერთ-ერთი ფაქტორი იყო. შურის ძიება გარდაუვალია. მეტი კიდევ იქნება. მოვიდა შემაძრწუნებელი შეტყობინება უკრაინის საზღვაო ძალებიდან. მათ თითქმის 10 წლეული დასჭირდათ მოთმინებით ნადირობასა და იარაღის განვითარებაში, მაგრამ უკრაინამ საბოლოოდ გაანადგურა თავისი სამიზნე. და უკრაინამ მხოლოდ ხომალდი კი არ გაანადგურა. რუსი მეზღვაურები დაიღუპნენ ან დაიჭრნენ იზემრუტზე თავდასხმის შედეგად. უკრაინა აცხადებს და თავდასხმა მოხდა იმ ღამეს, როდესაც უკრაინის დრონებმა აზოვის ზღვაში კიდევ 11 ხომალდი გაანადგურეს. ასე რომ რასაც აქ ხედავთ არ არის ის, რომ უკრაინა ყველაფერს იხენებს ერთი სამხედრო გემის გასანადგურებლად. ეხლა უკრაინა დომინირებს იმ წყლებში, რომლებსაც 8 წლის წინ რუსეთი უკრაინის დასათრგუნად იყენებდა. იზემრუდი აღარ არის ის დიდი და საშიში მჩაგვრელი, როგორც ადრე იყო უკრაინისთვის. ეს უბრალოდ კიდევ ერთი გემი, მრავალ სხვას შორის, რომელსაც უიღბლო შეხვედრა ჰქონდა ძლიერ დრონთან და ზედმეტად ბევრ წყალთან. რბოში დაკარგული, რუსეთისთვის დაკარგული. იდეალური ბედი გემისთვის, რომელიც ოდესღაც უკრაინაზე რუსეთის ბატონობის სიმბოლო იყო. უკრაინამ შურის ძიება მოახერხა 8 წლის შემდეგ, მაგრამ კითხვები მაინც რჩება. როგორ შეძლო უკრაინამ ამის გაკეთება და რა პრაქტიკული გავლენა აქვს ამ თავდასხმას უკრაინის ომზე? დავიწყებთ პირველს. უკრაინის საზღვაო ძალებმა გაამხილეს, რომ იზემრუტზე დარტყმა მიატენა არასტანდარტულმა საჰაერო დრონმა. უკრაინას გაცილებით უფრო დამანგრეველი რამ ჰქონდა განზრახული. დარტყმაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ახალმა საზღვაო დრონმა, სახელად სარგან 3000. უკრაინის საზღვაო ძალების მიერ საზღვაო უპილოტო კომპლექსად აღწერილი სარგან 3000 უკრაინის საზღვაო დრონებს შორის გარკვეულ საიდუმლოს წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინის უპილოტო ხომალდების მზარდ ფლოტში ერთ-ერთი ახალი დამატებაა, თუმცა როგორც ჩანს, ის ბევრად უფრო ცნობილ საზღვაო დრონების, მაგურა WiiWi-5-ისა და Sea-Base ჭრილში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარგან 3000-ზე უკვე ისაუბრა და მას მრავალფუნქციური პლატფორმა უწოდა, რომელიც როგორც მანევრირებადია, ასევე მრავალმხრივია და შეუძლია ყველა სახის მისიის შესრულება, მათ შორის დარტყმითი ოპერაციებიც. მაგრამ ამის გარდა ბევრი არაფერი ვიცით, სულ მცირე ტექნიკური მახასიათებლების მხრივ. სარგან 3000 ოფიციალურად. უკრაინის საზღვაო ძალებში მხოლოდ 2026 წელს შევიდა სამსახურში, მაგრამ ამის გარდა სარგან 3000-ის სიჩქარისა და ტვირთამწეობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. თუმცა ჩვენ ცოტაოდენი მაინც ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ეს საზღვაო დრონი. და არა მხოლოდ იზემრუდის ჩაძირვიდან გამომდინარე. აპრილში ევრომიდან პრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს, როგორც ჩანს, შავ ზღვაში სარგან 3000-ის პირველი გამოყენება იყო. უკრაინამ კლავაც არაფერი გაასაჯაროა, თუმცა უკრაინელი სამხედრო ბლოგერი სერგეი მიზიურა ამტკიცებდა, რომ დრონები, რომლებიც უკრაინის საზღვაო ძალების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მონტაჟში ჩანდა, სწორედ ეს ახალი დრონები იყო. მიზიურას თქმით, ისინი შეიარაღებული შეიძლება იყოს როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე რაკეტებით. პირველი შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისი იზემრუდის დასამარცხებლად, მაგრამ მეორე, ეს უკვე სრულიად სხვა ამბავია. სარგან 3000-ის ეფექტურობის სხვა მტკიცებულებაც მივიღეთ უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის დმიტრი პლეტენჩუკის მინიშნებიდან, რომელიც მან გააჟღერა, როდესაც უკრაინა მონაწილეობდა რეპმუსის სამხედრო წვრთნებში, რომლებიც 2025 წელს პორტუგალიის სანაპიროსთან გაიმართა. პლეტენჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინის ახალმა საზღვაო დრონმა მონაწილეობა მიიღო ამ წვრთნაში. და ეს განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო, რადგან სწორედ რეპმუსის წვრთნებზე უკრაინის დრონებმა ჩაძირეს ნატოს ფრეგატი სამხედრო თამაშების სცენაში, რაც ნათლად აჩვენებდა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს უკრაინის არატრადიციული საზღვაო ძალები. ნატოს ფრეგატი სამიზნედ იქცა და მას დაარტყეს, მანამდე სანამ დრონებს დაინახავდა. იმ დროის ანგარიშების მიხედვით, უკრაინულმა მაგურა VV-7-მა ჩაძირეს ფრეგატი, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა. იყო თუ არა სარგან 3000 ჩართული იმ დარტყმაში? უკრაინამ მეტი არაფერი თქვა. უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა საიდუმლოდ ინახავს ინფორმაციას საზღვაო დრონის შესახებ. იდუმალება ჯერ კიდევ რჩება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს სარგან 3000-ის ტექნიკური მახასიათებლები, იზემრუდმა ერთი რამ დანამდვილებით გაიგო. უკრაინის ახალ საზღვაო დრონს შეუძლია რუსული სამხედრო გემის ჩაძირვა. რაც შეეხება თავად იზემრუდს, არსებობს ის, რაც ვიცით გემის შესახებ და ის, რაც ვიცით რა დაემართა მას. 2014 წელს გაშვებული იზემრუდი შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი თანამედროვე წევრი იყო, რომელიც რუსეთს მიაჩნდა, რომ ომში გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნებოდა. ის ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ რუსეთს ყირიმის გარშემო არსებულ წყლებზე კონტროლის შეჭრამდე შეინარჩუნებინა.
როგორც 2018 წლის ინციდენტიდან ნახეთ. ეს არ არის უზარმაზარი გემი. მისი სიგრძე 62.5 მეტრია. იზემრუდის წყალწონა 750 მეტრიკულ ტონას აღწევს და მას შეუძლია მაქსიმალური სიჩქარე 27 კვანძამდე მიაღწიოს. მას ასევე აქვს ველტმფრემის დასაჯდომი მოედანი. რაც მიუთითებს, რომ რუსეთს შეუძლია ეს გემი გამოიტანოს სადაზვერვო მისიებისა და საჰაერო დათმობის განსახორციელებლად მიზნებზე. თავად გემი სულაც არ არის მნიშვნელოვანი საბრძოლო საშუალება. ის კარგად ფუნქციონირებს როგორც საპატრულო ნავი და ნამდვილად საკმარისად დიდი იყო, რომ 2018 წელს უკრაინული ხომალდები დაეჯახა. თუმცა ეს უფრო იმის გამო, რომ უკრაინას საკუთარი სამხედრო საზღვაო ძალები თითქმის არ ჰქონდა. ვიდრე იმის გამო, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა იზემრუდი. Defense Blog-იც არნიშნავს, რომ იზემრუდი რუბინის კლასის საპატრულო ხომალდებს მიეკუთვნება, რომელთა მოწყვლადობაც უკრაინამ ომის დროს უკვე დაამტკიცა. 2025 წლის დეკემბერში უკრაინამ გაანადგურა რაზულ გამზადოვი, რომელიც იზემრუდის მსგავსად რუბენის კლასის ხომალდია კასპიის ზღვაში და 2026 წლის თებერვალში რუბენის კლასის კიდევ 2 ხომალდი დაზიანდა თავდასხმის შედეგად ინკერმანის სანაპიროსთან ყირიმში. შეიძლება ამ დარტყმებს სავარჯიშო შეტევები უწოდოთ. შურისძიების ყინულივით ცივი მთავარი კერძი მოგვიანებით უნდა მიეწოდებინათ. რაც შეეხება იზემრუდს, კი, ჩვენ ნამდვილად წარსულ დროში უნდა გველაპარაკა ამ გემზე, როცა მის შესაძლებლობებს ვაანალიზებდით. არასწორია იმის თქვა, რომ იზემრუდი რუბინის კლასის გემია. ის რუბინის კლასის გემი იყო. უკრაინის სარგან 3000-ის დარტყმის ადგილიდან უკვე გამოჩნდა სატელიტური ფოტოები და ისინი ალაჩვენებენ სასიამოვნო სურათს იმაზე, რაც იზემრუდს დაემართა. ამ ფოტოებიდან ჩანს, რომ უკრაინამ გემი ნავმის ადგომზე მიბმული ყოფნისას დაარტყა და ისინი ადასტურებენ სრულ განადგურებას. გემი პრაქტიკულად შუაზეა გაყოფილი მთელ მის ნავმის ადგომზე. და მხოლოდ იმ ადგილის გამო ტივტივებს, სადაც იმ დროს იყო, როცა უკრაინამ დაარტყა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ახლა გემი ორ ნაწილადაა გაყოფილი. იზემრუდს ბოლო მოეხო. ის აღარ დაბრუნდება. შეკეტება შეუძლებელი და უკრაინამ შური იწია. თუ ეს იყო ცალკეული დარტყმა, რომელიც უკრაინამ განახორციელა, ესეც საკმარისი იქნებოდა. შურის ძიება თკბილია. უკრაინის ძალებში მორალი გაიზრდებოდა და რუსეთს მოუწევდა გამკლავება იმ ხომალდის დაკარგვასთან, რომელიც ოდესღაც მისი უკრაინაზე ბატონობის სიმბოლო იყო. მაგრამ იციაკის შემთხვევაში რეალობა ისაა, რომ მისი ჩაძირვა უბრალოდ კამპანიის ნაწილია. აქ უფრო დიდი სურათი ვითარდება. და ეს სურათი იციაკს უკრაინისთვის ერთადერთ სამიზნედ კი არა, მხოლოდ სკოლიოდ აქცევს. სანამ ამას ავხსნით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ინფორმაციას იღებთ, გამოიწერებთ და დააცკაპონეთ შეთხობინების ზარზე, რომ მომავალშიც ნახოთ კიდევ რას შემოგთავაზეთ. დაუბრუნდეთ იცხაკს. რაც ჩვენ რეალურად ხედავთ ამ გემის ჩაძირვით, არის სიმპტომი იმ პრობლემისა, რომელიც რუსეთს ძალიან დიდი ხანია აქვს. რუსეთი აღარ აკონტროლებს წყლებს, რომლებიც ყირიმს აკრავს. შავ ზღვაში რუსეთის პრობლემები დიდი ხანია კარგად არის გაშუქებული და მდგომარეობა არ უმჯობესდება. ერთ დროს საშიშად მიჩნეული შავი ზღვის ფლოტი, რომელიც უნდა ეკონტროლებინა ზღვა, რომელმაც მისცა ფლოტს სახელი, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამ ფლოტის დაახლოებით 1/3 განადგურებულია ან დაზიანებულია, ხოლო დანარჩენი გემები მაქსიმალურად უკან დაიხიეს. ეს დიდად არ ეხმარება. უკრაინის საჰაერო და საზღვაო დრონებს ახლა უკვე ისეთი მანძილი აქვთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაარტყან შავი ზღვის ფლოტის გემებს და რუსეთმაც ეს კარგად იცის. ჩვენ ეს აპრილში ვნახეთ, როცა უკრაინამ შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმა განახორციელა. სწორედ იქ გადაიხიზნენ რუსეთის სამხედრო გემები, რომ უკრაინას გასცლოდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. თავდასხმისას ფრეგატი დაზიანდა და პუტინს გადაეცა მესიჯი, რომ მან შავი ზღვა დაკარგა. ეხლა შავ ზღვაში რუსეთის გემებს გაქცევის ადგილი აღარ დარჩათ, ხოლო წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ რაიმეს გაკეთება ამ აკვატორიაში. ესეც კი საკმარისად ცუდი იყო რუსეთისთვის, მაგრამ ახლა ხედავთ, რომ უკრაინა თავის დომინირებას აზოვის ზღვაზეც ავცელებს, რომელიც შავ ზღვას კერჩის სრუტით უკავშირდება, სადაც ეს ყველაფერი 2018 წელს დაიწყო. უკრაინის საზღვაო კამპანიის ეს ესკალაცია ხსნის, თუ რატომ უწოდებთ აზოვის ჩაძირვას უბრალოდ შენიშვნას. თუმცა საინტერესო შენიშვნას თუ გავითვალისწინებთ გემის ისტორიას. რუსეთის რეალობა ამჟამად ისაა, რომ იიცხაკი უბრალოდ ერთ-ერთი იმ უამრავ რუსულ სამხედრო გემსა და ჩრდილოვან ფლოტის ხომალდთაგანაა, რომელსაც უკრაინის დრონები აზოვის ზღვაში ამჟამად აზიანებენ. უკრაინამ ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ბომბავდა რუსეთის გემებს აზოვის ზღვაში. ამით მან გამოავლინა რუსეთის სისუსტე კიდევ ერთ წყლის გზაზე, რომელიც თითქოს რუსეთის კონტროლქვეშ უნდა იყოს, როგორც დაზიანებული გემების უკრაინის დრონებისგან დაცვის ნაკლებობის, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულზე საჰაერო თავდაცვის სისტემების თითქოს სრულად გაქრობის თვალსაზრისით. მათ ამ დათმობის შეჩერება უნდა შეეძლოთ. შედეგები შთამბეჭდავია. ივლისის 13-მდე 8 დღის განმავლობაში უკრაინამ აზოვის ზღვაში 105 ხომალდს დაარტყა. მათგან უმეტესობა იყო ჩრდილოვანი ფლოტის საწვავის ტანკერები. თუმცა საპატრულო ნავები, ბუქსირები, ბორანები და სატვირთო გემებიც მოხვდნენ დაზარალებულთა შორის. უკრაინა ამ კამპანიას არ ანელებს. უკვე მეორე დღეს დაზიანებული გემების რაოდენობა 116-მდე გაიზარდა. რადგან უკრაინა აძლიერებს კამპანიას, რომლის მიზანიც ყირიმის იზოლაცია და ოკუპანტებს აჩვენებს, რომ რუსეთმა ნამდვილად დაკარგა კონტროლი მის გარშემო არსებულ წყლებზე.
იცხაკი შეიძლება უფრო ყურადღების მიმყრობელი გემი იყოს იმ ათეულობით გემიდან, რომლებიც უკრაინამ წყობრიდან გამოიყვანა. მაგრამ ის მაინც მხოლოდ კიდევ ერთი გემია, რომელიც რუსეთმა დაკარგა კამპანიის ფარგლებში, რომლის წინააღმდეგაც როგორც ჩანს, ვერაფერს აკეთებს. ეს პუტინისთვის დამცირებაა. მას მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში თავი ისე ჰქონდა წარმოჩენილი, როგორც ძლიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რუსების დაცვა ყველაფრისგან, ის გამოაშკარავდა როგორც ადამიანი, რომელსაც ვერც კი შეუძლია შეინარჩუნოს კონტროლი იმ ერთადერთ მიწის ნაგლეჯზე, რომელიც რუსეთმა მის ექსპანსიონისტურ მმართველობაში მოახერხა მიეთვისები. რუსეთს არ შეუძლია უპასუხოს არაფერს, რასაც უკრაინა ახლა აკეთებს. შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო გემები, რომლებიც ყველაფერს უნდა აჩერებდნენ, უბრალოდ იმალებიან, რადგან მათი ეკიპაჟები იმედოვნებენ, რომ შემდეგი უკრაინის სამიზნე ისინი არ იქნებიან. შედეგად ერთადერთი პასუხი, რაც რუსეთს შეუძლია გასცეს, არის საზღვაო გადაზიდვების შეზღუდვა, რათა უკრაინის დართმების რაოდენობის შენობა შეამციროს. რუსეთმა შეაჩერა გადაზიდვები დონაზოვის არხზე, რომელიც რუსეთის მდინარეთა ქსელს აზოვის ზღვასთან და საბოლოოდ კასპიის ზღვასთან აკავშირებს. ალ-ჯაზირამ 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, ქვეყანა ახლა ალტერნატიული საზღვაო მარშრუტების უზრუნველყოფას განიხილავს და შესაძლოა თვითების გადამისამართებაც მოხდეს, რადგან უკრაინის დართმები გრძელდება. ის, რასაც უკრაინა აზოვის ზღვაში აკეთებს, აჩერებს საწვავისა და მარაგების პირიმში შესვლას. ასევე ხელს უშლის რუსეთს ექსპორტზე გაიტანოს მარცვლეული და ნავთობის სხვა ქვეყნებში, რაც აშკარა გავლენას ახდენს ომისთვის განკუთვნილ, შემცირებულ სახსრებზე, რომელსაც პუტინი უკრაინაში შეჭრის და საფინანსებლად იყენებს. და არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ უკრაინამ შავი ზღვა დაივიწყა მხოლოდ იმიტომ, რომ ამჟამად ძალისხმევის უმეტეს ნაწილს აზოვის ზღვაზე ამახვილებს. 15 ივლისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ყურადღება შავი ზღვისკენ მიმართა და ეს მან შთამბეჭდავად გააკეთა, რადგან უკრაინის მასიური დრონების ჯგუფებმა კიდევ 20 რუსული გემი დააზიანეს. მათ შორის იყო 17 ნავთობის ტანკერი, ბუქსირი და 2 თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი. უკრაინა აცხადებს, რომ ეს არის საზღვაო დრონების ოპერაციის მეორე ეტაპი, რომელიც აზოვის ზღვაში დაიწყო და ახლა შავ ზღვაში ვრცელდება. და სწორედ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტია, რომელიც ამ დარტყმას გრძნობს. იაცენრუდი ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი არ იყო. ეს იყო სამხედრო გემი, თუმცა ის პატრულის ნავზე ოდნავ მეტი იყო, მაგრამ ეს კიდევ ერთი მსხვერპლია იმ აშკარა ფაქტისა, რომ ქვეყანას, რომელსაც ტრადიციული სამხედრო საზღვაო ფლოტი არ აქვს, ახლა რუსეთი და მისი ასობით გემი ემორჩილება. უკრაინის შურისძიება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დაშინებულია რუსეთი იმ წყლებში, რომელთა კონტროლის თითქოს მარტივად უნდა შეძლებოდა. გამოცემა 1945-ის მიხედვით, რუსეთის დამცირება კიდევ უფრო იზრდება, რადგან დედამიწის ყველა საზღვაო ფლოტი აკვირდება, რას აკეთებს უკრაინა და ხედავს, რომ საზღვაო ომში ახლა ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს. ადრე საზღვაო ბრძოლებს ის ქვეყანა იგებდა, რომელსაც მეტი და უფრო დიდი სამხედრო გემები ჰყავდა. ეს ასე აღარ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბრძოლები შედარებით მცირე წყლის სივრცეში მიმდინარეობს. რუსეთის პასუხები უკრაინის დრონებზე უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება. ის წყალქვეშა ნავები, რომლებიც თქვით, რომ ერთადერთია, რაც შავ ზღვაში ამჟამად შეიძლება იმოქმედოს, უკრაინის თავდასხმებისგან დაცული არ არის. მათ რაც შეიძლება დიდხანს წყალქვეშ უნდა დარჩნენ და როცა ისინი ნავსადგურში შედიან, რუსეთი მათ მართვის კოშკურებს კისუსებიანი გალიებით ფარავს, რათა საჰაერო დრონების თავდასხმისგან დაიცვას. თუმცა ეს კოშკურები საზღვაო დრონების წინააღმდეგ დიდად ვერაფერს გააკეთებს. და უკრაინამ ახლახან დაამტკიცა, რომ მისი სარმად 3000 იმდენად ძლიერია, რომ მთელი გემი ორად გაჰკვეთოს. რუსეთს ეშინია. ასეც უნდა იყოს. უკრაინა არაპირებს ახლა დაისვენოს, როცა საბოლოოდ დაასრულა 8 წლიანი ოდისეა და შური იძია რუსულ გემზე, რომელმაც ოდესღაც მისი საზღვაო ძალები დაამცია. როლები შეიცვალა. და ეს ცივი შურისძიება მხოლოდ ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც კოლექტიურ რუსეთს ძალით აჭმევენ. და ამ დროს რუსეთის შავი ზღვისა და აზოვის ზღვის პრობლემები იზრდება. ისევ როგორც იზრდება ზეწოლა, რომელსაც ეს ყველაფერი ახდენს ყირიმზე. ყირიმი ხომ არ დაგავიწყდა. ტრანსფორმერები. შენიღბული რობოტები. მაყურებლები გარკვეული ასაკის ახლა კლასიკურ მულტფილმს გაიხსენებენ. სხვები იფიქრებენ იმაზე, თუ რა გაუკეთა Michael Bay franchise, ან იმ სათამაშოებზე, რომლებთან ერთადაც გაიზარდმენ. მაგრამ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ თქვენგან არც ერთი არ იფიქრებს ტრანსფორმერებზე უკრაინის ომის კონტექსტში. მაგრამ უნდა იფიქროთ. ისინი აქ არიან. უკრაინამ ახლახან რაღაცა ამოქმედა, რაც ისტორიაში შევიდა. ის ზღვის მხრიდან მოვიდა. გარდაიქმნა და შემდეგ რუსების განადგურება დაიწყო. რუსეთის ყველაზე საშინელი კოშმარი უკვე მოვიდა. რევოლუციური ახალი დრონი, რომელიც მუშაობს როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში. რევოლუცია მოდის. და ის რაც მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ თავისი ტრანსფორმერი გამოიყენა, გვაჩვენებს იმ სასტიკ მომავალს, რომელიც პუტინის მარიონეტებს ელით. უკრაინის სამხედროები ამას მსოფლიოში პირველად შემთხვევას უწოდებენ. მათ ახლახან განახორციელეს სახმელეთო და საზღვაო ოპერაცია, რომელმაც ტრადიციული ამფიბიური დესანტირება 21 საუკუნის ელემენტებით გაამდიდრა. მოგაწოდით ძირითად ინფორმაციას. უკრაინამ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაგზავნა უპილოტო საზღვაო აპარატი, რომელშიც მიწისზედა რობოტი იყო მოთავსებული. როდესაც საზღვაო დრონი მივიდა, მან მიწისზედა რობოტი გადმოიტვირთა და ისევ წყალში დაბრუნდა. და დატოვა რობოტი, რათა რუსულ პოზიციაზე შეტევა განეხორციელებინა. ამ ოპერაციის დროს არც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი არ დაშავებულა.
რაც ჩვენ ვიხილეთ იყო ორი განსხვავებული ტიპის დრონის საოცარი შერწყმა ერთ საბრძოლო აპარატში. და რუსეთი უბრალოდ მზად არ იყო ამისთვის. გიჟურა ჟღერს არა? თითქოს ფილმიდან იყო ამოღებული. მაგრამ ეს მოხდა და აი დეტალები. ადგილმდებარეობა იყო კინბურმის კოსა. ეს პატარა მიწის ნაკვეთი უკვე დიდი ხანია სიახლეებში ფიგურირებს. სულ რაღაც 40 კილომეტრის სიგრძის კინბურნის ცხვირი რუსეთის ჯარებმა დაიკავეს, ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, როცა ხერსონი პირველად ოკუპირეს. კოსას მნიშვნელობა აქვს მისი მდებარეობის გამო. დმიპრო-ბუგის ესტუარსა და შავ ზღვას შორის მიკოლაევის რეგიონში მდებარე კოსა ფაქტობრივად წარმოადგენს ბარიერს ან საკონტროლო პუნქტს, რომლის მაკონტროლებელსაც შეუძლია აკონტროლოს ცუდომა უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე. რუსეთი ამას ძლები აკეთებს. მან კოსაზე დააყენა სადამკვირვებლო პუნქტები, რათა თვალი ადევნოს ნებისმიერ საზღვაო მოძრაობას, რომელიც მიემართება მიკოლაევის ან ოდესის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ იყენებს კოსას უკრაინული საზღვაო მარშრუტების შესაძუხებლად და არტილერიული დათმების განსახორციელებლად დნეპრის ნაპირზე მდებარე ობიექტებზე, უკრაინა კინბურნის კოსის დაბრუნებას ცდილობს. ერთხანს ივნისში ჩანდა, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინის ზეწოლის კამპანიამ როგორც ჩანს, აიძულა რუსი ჯარისკაცები კინბურნის ცელიდან უკან დახევაზე. მაგრამ რუსეთი კვლავ იკავებს მას, ამიტომ უკრაინა მუშაობას აკრძალებს. კინბურნის ცელის კონტროლით უკრაინა რუსეთს ართმევს მნიშვნელოვან სადაზვერვო პლატფორმას და ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის იმ საზღვაო მარშრუტებს, რომლებსაც მისი სავაჭრო გემები იყენებენ. უკრაინის იზოლაციის სტრატეგია საკმარისი არ აღმოჩნდა კინბურნის ცელის გასაწმენდად. უკრაინამ თავისი ახალი ტრანსფორმერით შთაგონებული დრონების მიდგომით შესაძლოა საბოლოოდ იპოვა ის, რაც ამ მნიშვნელოვანი ტერიტორიის დასაბრუნებლად სჭირდებოდა. ეს მიდგომა გულისხმობს ამფიბიურ შეტევებს საზღვაო დრონებისა და მკვლელი სახმელეთო რობოტების გამოყენებით. და საბედნიეროდ უკრაინამ ზუსტად გადაიღო თუ რა გააკეთა მისმა ტრანსფორმერმა, როდესაც კინბურნის ცელზე მივიდა. ერთწუთიანი ვიდეო ნამდვილად აჩვენებს იმას, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. უკრაინის 123-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის დრონების ოპერატორებმა ჯერ შორიდან მართეს უპილოტო საზღვაო დრონი კინბურნის ცელის სანაპიროზე. ეს თავისთავად უკვე საკმაოდ საშიშია. უკრაინას მოუწევდა მარშრუტის ფრთხილად დაგეგმა, რათა დარწმუნებულიყო, რომ რუსი ჯარისკაცები შემოსულ დრონს ვერ დაინახავდნენ. ვიდეოს ყურადღებით დათვალიერებისას ჩანს სახმელეთო დრონი, რომელიც მალე უნდა გაეშვათ და ფაქტობრივად საზღვაო დრონზე იყო დამაკრებული. როდესაც საზღვაო დრონი სანაპიროს მიაღწია, მან ჩამოაგდო პანდუსი და სახმელეთო რობოტმა დაიწყო თავისი ოპერაციის ნაწილი. ეს სამაშველო მისია არ იყო. როგორც ხშირად ხედავთ, სახმელეთო რობოტები ასეთ მისიებში მონაწილეობენ. უკრაინის რობოტი ბრძოლისათვის მზად იყო. როდესაც რობოტი საზღვაო დრონიდან შორდება, ხედავთ, რომ მის ზედა ნაწილზე დამონტაჟებულია თყვიამფრქვევი, სავარაუდოდ PKT. უკრაინის რობოტი სანაპიროს გასწვრივ მოძრაობს თაობს თავისი სამიზნის მიმართულებით. შემდეგ ის სროლას იწყებს. ვიდეოში შეტაკების შედეგი არ ჩანს, მაგრამ არც არის საჭირო. პოტენციალი, სუნცირე, ყველასთვის თვალსაჩინოა. ეხლა უკრაინას შეუძლია ხმელეთზე დაასვას რობოტები, რომლებიც აღჭურვილია თყვიამფრქვევებით, ნაღმებით და სხვა იარაღით, იმ სანაპიროებზე, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჩვენ უკვე ვიცით, რას ფიქრობთ. ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ოკუპირებული კირიმის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ვეთანხმებით და მალე აგიხსნით რატომ, მაგრამ ჯერ ჩვენ კიდევ რამდენიმე საკითხი გვაქვს გასარკვევი კინბურნის ცხვირის ოპერაციასთან დაკავშირებით. უკრაინამ ამას მსოფლიოში პირველი შემთხვევა უწოდა და ამას ვერავინ უარყოფს. ჩვენ ახლახან ვიხილეთ ამფიბიური დესანტირება, რომელიც განხორციელდა ზღვისა და სახმელეთო დრონების ჰიბრიდის საშუალებით. საკმარისია ამის თქმა, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც უკვე საკმარისზე მეტი ნანახეს უკრაინის ლითონის საოცრებები, ეს შოკისა და კოშმარების მიზეზი გახდეს. Business Insider-ი ამას უპილოტო სისტემების გამოყენებაში ომის დროს მნიშვნელოვან განვითარებად აფასებს. კიდევ ერთხელ, ამ შეფასებას ვერ შევედავებით. ჩვენ კი იმასაც კი ვიტყოდით, რომ ეს ომის საზღვაო ასპექტს მთლიანად ცვლის. არც საზღვაო დრონები და არც სახმელეთო რობოტები ახალი არაფერი. უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იყენებს ამ უკანასკნელს ოპერაციებისთვის, მათ შორის ევაკუაციისთვის, ლოგისტიკისთვის და საბრძოლო მისიებისთვისაც კი. საზღვაო დრონები კიდევ უფრო დიდი ხანია გამოიყენება. შავი ზღვის ფლოტი, ყველაფერს გეტყვით მათ შესახებ. კი, გადარჩენილი გემები ნამდვილად გეტყვიან. რუსეთის ბევრი სამხედრო გემი საკუთარ თავზე გამოცადა, რა შეუძლია საზღვაო დრონებს, ახლა ისინი ჩაძირულია, ან იმდენად დაზიანებული, რომ გამოსაკენებლად უარგისია. მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ორი ტექნოლოგიის შერწყმა, რომლებმაც უკვე სერიოზული პრობლემები შეუქმნეს რუსეთს. ეს არის ის, რაც თამაშის წესებს ცვლის აქ. მაგრამ იმ კადრების გარდა, რაც უკრაინამ გაავრცელა, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რა ტიპის დრონები გამოიყენა უკრაინამ. ამ ვიდეოს შექმნის დროს ოპერაციაში გამოყენებული საზღვაო დრონი უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ სახმელეთო რობოტი რაიზის ოჯახიდანაა, რომლებიც 2026 წლის განმავლობაში აქტიურად ჩნდებოდნენ უკრაინაში.
სინამდვილეში შეიძლება ხედავდეთ ბრძოლის ველზე ისეთ გამჭრიახობას, რასაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროც კი არ ელოდა. ხოლო და აპრილში გახდა შესაძლებელი, რომ სამინისტრომ Rise და Rise Pro Brave One-ის ბაზარზე დანაყოფებისთვის შესაძენად ხელმისაწვდომი გახადა, სადაც დანაყოფებს შეუძლიათ გაცვალონ ოპერაციების შესრულებით, დრონების გამოყენებით მოპოვებული იქულები, დამატებით დრონებში. შესაძლოა 123-ე ცალკე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ Rise-ის შეძენის შესაძლებლობა გამოიყენა, რადგან კიმბურნის კოსაზე დიდი გეგმა ჰქონდა. ეხლა ვიცით რა იყო ეს იდეა, რომ Rise-მა თავი დაამკვიდრა მანამდე, სანამ Brave One-ის ბაზარზე მოხდებოდა. დობროპელიაში უკრაინის 93 ცალკე მექანიზებული ბრიგადის წევრებმა უკვე გამოიტენეს Rise, როგორც კონტრშეტევის ნაწილი, სადაც რობოტს დამონტაჟებული ჰქონდა ტყვია აფქევი და მისი დახმარებით ოკუპირებული სახლებიდან რუსი ჯარისკაცები გააძევეს. მეცე ამბობს, რომ ამ ერთმა Rise რობოტმა რამდენიმე თვის წინ ვესელასა და დრუზიცკას სოფლების გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. და ისიც დაფიქსირდა, როგორ გადაადგილდებოდა გზაზე ვესელას მახლობლად. რუსულ პოზიციებზე სროლისას რობოტზე დამონტაჟებული ხმამაღალი დინამიკით რუს ჯარისკაცებს დანებებაზე მოწოდების გზავნილი გადაეცემოდათ. ეს საშინელია. წარმოიდგინე, როგორ მოდის შენსკენ რობოტი, რომლის ტყვია ამფრქვევით შენ სამალავზეა მომართული. გეუბნება, რომ დროა დანებდე, თორემ ეს დაუმარცხებელი რკინის ნაგლეჯი გაისვრის. რისიც გამოიყენეს იმ მიზნებისთვის, რისთვისაც წარმოიდგენთ. რობოტი, რომელიც რეალურად 2024 წელს წარადგინეს და აქვს 20 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი და 300 კილოგრამიანი თვირთის დევადობა, თებერვალში სამაშველო მისიაში იყო ჩართული. ამჯერად RAS Pro უკრაინის 112 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის დაჭრილი ჯარისკაცი გადაარჩინა, როდესაც მივიდა თავშესაფარში, სადაც ჯარისკაცი იმალებოდა, გზაში FPV დრონებისა და არტილერიის თავდასხმებს გადაურჩა. შემდეგ კი ის ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. აქ მთავარი ისაა, რომ Rise-ისა და მისი შესაძლებლობების შესახებ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ დარწმუნებით ვივარაუდოთ უკრაინის ტრანსფორმერების სტრატეგიაში გამოყენებული რობოტი სწორედ Rise-ია. იგივე სახე აქვს. მას შეუძლია ტყვია ამფრქვევის დარება, ზუსტად ისე, როგორც წარსულში Rise ვხედავდით. და ის ასევე ხელმისაწვდომია Brave One-ის marketplace-ზე. ყველა ნაწილი ერთმანეთს ეწყობა. თუმცა აქ მთავარი სწორედ პოტენციალია. რაც უკრაინის ვიდეოში ვიხილეთ, არის ერთი ოპერაცია, რომელიც ორი დრონის მიერ განხორციელდა და მათ ერთად სამხედრო ისტორია შექმნეს. შაბლონი უკვე ჩამოყალიბდა. ეხლა წარმოიდგინეთ ეს, ამ ტრანსფორმერების არმია, რომელიც მზადაა ამფიბიური შეტევების დასაწყებად. უკვე იცით, რომ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც შესაძლოა კირიმს ელოდება. დრონების გამოყენების ამახალმა მიდგომამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს უკრაინის სტრატეგია ოკუპირებული ნახევარკუნძულის მიმართ. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ სათაურების მიღმა ვიხედებით, რათა მოგაწოდოთ სრული ამბავი და სიღრმისეული ანალიზი. თუ მოგწონთ ის, რასაც ხედავთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააწკაპუნოთ შეტყობინების ბინების ზარზე. მაშ, ყირიმი. უკრაინას წესით არ უნდა შეეძლოს ამფიბიური შეტევა ნახევარკუნძულზე. მართალია, რუსეთი ბოლო დროს ისე იქცევა, თითქოს მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. როდესაც უკრაინა აგრძელებს თავის სტრატეგიას ყირიმის იზოლაციის მიზნით, ურტკამს საწვავისა და მომარაგების სატვირთოებს ხმელეთზე და გემებს შავ და აზოვის ზღვებზე. გარდა ლოგისტიკური კვანძებისა, ყირიმში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო სტრატეგები შეშფოთდნენ. როგორც RBC უკრაინა იუწება, 3 ივლისს რუსეთის დანაყოფები ყირიმში ატარებენ სპეციალურ საშტაბო წორთნებს ამფიბიური შეტევის მოგერიებისთვის მოსამზადებლად. ასევე აძლიერებენ სანაპირო თავდაცვას. თუმცა ესეთი შეტევა ტრადიციული გაგებით ნაკლებად სავარაუდოა. უპირველეს ყოვლისა უკრაინას თითქმის არ ყავს საზღვაო ფლოტი და ნამდვილად არ აქვს საკმარისი სადესანტო ხომალდები, რომ საკმარისი რაოდენობის ჯარი გაგზავნოს ყირიმში, ნახევარკუნძულის ძალით დასაბრუნებლად. თუნდაც ხომალდები პრობლემა არ იყოს, უკრაინას მოუწევდა 10,000-ობით თუ არა 100,000 ან მეტი ჯარისკაცის გამოყოფა ყირიმის გასათავისუფლებლად. თუ ვივარაუდებთ, რომ ის გამოიყენებდა ამფიბიურ მეთოდს, რომ ის მოგერიებასაც რუსეთი ემზადება, თუნდაც დრონებისა და არტილერიის გამოყენებით უკრაინას გაუჭირდებოდა ოკუპირებული ყირიმის თავდაცვითი ხაზების გარღვევა. იმ დროს, როცა მას მატერიკზე შემოჭრილი ძალების შეკავებაც მოუწევდა. ძალების ზედმეტად გაფანტვა პრობლემას მაგრამ ეხლა ალტერნატიული სცენარი იკვეთება. წარმოიდგინეთ ეს. მას შემდეგ, რაც 123-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მიღწევები კიმბურნის კოსაზე ვიხილეთ, უკრაინის სამხედრო დამგეგმავებს იდეა უჩნდებათ. მათ უკვე აქვთ საზღვაო დრონები და ოლდღე იქნება Rise-ის სახმელეთო რობოტები. შესაძლოა ტრადიციული ამფიბიური შეტევა საჭირო არ იყოს. ამის ნაცვლად უკრაინამ შეიძლება გააკეთოს ის, რასაც ომის უმეტეს ნაწილში აკეთებდა. ყველა მოლოდინის თავდაკეტა დაყენება და ყირიმში გათავისუფლების კამპანიის დაწყება, რასაც არავინ ელოდებ. რობოტების არმიის შექმნა, რომელიც სავსეა ტრანსფორმერებით. ტრანსფორმერის ტიპის დრონებით, რომლებიც კიმბურნის კოსაზე გამოიყენეს, უკრაინა შეიძლება გაგზავნოს ათეულობით თუ არა 100-ობით სახმელეთო რობოტი ყირიმის სანაპიროზე. რა თქმა უნდა, ეს რობოტები მარტო ვერ დაიბრუნებენ ყირიმს. მათ შეზღუდული მოქმედების არეალი აქვთ და მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ცეცხლსასროლი ძალით შეიძლება გაგზავნონ. მაგრამ ის, რაც მათ შეუძლიათ, არის გაანადგურონ სანაპირო თავდაცვითი ნაგებობები, რომელსაც რუსეთი აშენებს ყირიმში. ან ტყვია ამფრქვევებით, ან კამიკაძე შეტევებით, ნბით, ნაღმების ან სხვა ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით. აქ იდეა არ იქნება ყირიმის სანაპირო ზოლის სრულად გაწმენდა. ამისთვის 1000-ობით ტრანსფორმერი იქნებოდა საჭირო. ამის
ნაცვლად, უკრაინა ამ მიდგომას გამოიყენებდა სანაპიროს გარკვეული მონაკვეთების გასაწმენდად, რათა სპეციალური დანაყოფების ჯგუფები ყირიმში შეეყვანა, სადაც ეს ჯგუფები შეძლებდნენ ოპერაციების ჩატარებას ჯარის პოზიციების, საჰაერო თავდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად. ეს არ იქნებოდა სრულმასშტაბიანი შეჭრა ოკუპირებულ ყირიმში. მაგრამ ეს იქნებოდა მიდგომა, რომელიც ნახევარკუნძულს საფრთხის ზონად აქცევს იმ დროს, როცა უკრაინა უკვე იზოლაციას უწევს ყირიმს თავისი ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამით. ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, თუ გნებავთ. ამ იზოლაციის სტრატეგიამ უკვე გამოიწვია საწვავის დეფიციტი ყირიმში. გარდა ამისა, უკრაინამ დაიწყო დარტყმები ელექტროქვესადგურებზე, რაც იწვევს განმეორებად ელექტროენერგიის გათიშოებს ნახევარკუნძულზე. ყირიმის ოკუპანტები უკვე შეშინებულები არიან. ის, რაც რუსებისთვის ფუფუნების ადგილად იყო ჩაფიქრებული, ომის ზონად იქცა. უკრაინამ ეს იცის. ის ქერჩის ხიდზე დარტყმასაც კი იკავებს თავს, არა იმიტომ, რომ ხიდზე დარტყმა შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ უკრაინას სურს ყირიმის ოკუპანტები რუსეთში გაიქცნენ, როგორც პუტინის სრული მარცხის სიმბოლო, რომ ვერ შეძლო მათი დაცვა. როგორც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროუდი ასე ლამაზად ამბობს, თუ არ შეგიმჩნევიათ, ჩვენ ყირიმის ხიდს არ ვეხებით. დაე, გაატარა, დედას შევეცი. დაე, ის მილიონები განაგრძონ იმ პატარა ხიდზე გადმოსვლა, დედას შევეცი. უწყვეტად უკან, თავიანთ რუსეთში. თუ უკრაინა ამ უკვე ფეთქებად ნაზავს და ამატებს ამფიბიურ შეტევებს საზღვაო დრონებითა და მკვლელი რობოტებით, ჩვენ დავინახავთ მასობრივ გატინებას. რუსეთს მოუწევს გაუმკლავდეს 100,000-ობით ტორულს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად გარბია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყირიმის ოკუპანტები გაიგებენ, რომ რობოტებს უკრაინელი ჯარისკაცები მიხვებიან, რომლებიც უკვე შორიდან ჯოჯოხეთად უქცევენ მათ ცხოვრებას. შეიძლება ამ სცენარით მოვლენებს ცოტა უსწრებთ, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად არის იმაში, რაც ახლახან ნახეთ, რომ უკრაინამ გააკეთა. სოფლიოში უპრეცედენტო მოვლენამ შეიძლება ახლა შეიქმნა საფუძველი ყირიმის გათავისუფლებისთვის. მაინც მოდი ცოტა ხნით ყირიმი გვერდზე გადავდოთ. მაინც უზარმაზარი პოტენციალია იმაში, რაც უკრაინამ ახლახან გააკეთა თავისი ტრანსფორმერების მიდგომით. იფიქრე, სად მოხდა ეს? კიმბანდის ქვიშის ზოლი მდებარეობს მნიშვნელოვანი ესტუარის შესასვლელში, რომელიც ჯერ კიდევ დავის საგანია. და ეს სიტუაცია მთელ უკრაინაში ხდება. ფრონტის ბევრ რეგიონში რუსეთსა და უკრაინას შორის მდინარეებია, რომლებიც რუსეთმა უნდა გადალახოს შეტევების განსახორციელებლად. ორივე მხარე არტილერიას გამოიყენებს და დრონებს გაგზავნის ერთმანეთის დასარტყმელად. მაგრამ უკრაინის საზღვაო დრონისა და სახმელეთო რობოტის კომბინაცია უკრაინას საშუალებას აძლევს, რომ რუსული პოზიციები დაარტყას სადაო მდინარეების ნაპირზე. ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. მდინარის გადაკვეთა უკვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა რუსეთისთვის, რადგან ეს ბუნებრივი ბარიერები ადვილად დასაცავია, რადგან გადაკვეთის წერტილები ძალიან ცოტაა და ერთმანეთისგან დაშორებულია, რის გამოც უკრაინას შეუძლია დრონები და артиლერია მიმართოს ნებისმიერ ადგილას, სადაც რუსეთი გადაკვეთას ცდილობს. ბუნებრივი გადასასვლელები როგორც წესი გზებთან ახლოსაა, რომლებიც უკრაინას რუსეთზე უკვე უქცის. ამიტომ მოძრაობის შესაზღვრული წერტილების შექმნა ადვილია და მისასვლელი მარშრუტების პროგნოზირება შესაძლებელია. როგორც Forbes-ი არნიშნავს, რუსეთს ხშირად უწევდა ფრანკენშტეინის ტიპის პონტონების შექმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ეცადა მდინარის გადალახვა. ეს კი საშიში ამოცანაა, რომელიც პუტინის ჯარებს როგორც მშენებლობისას, ისე გადაკვეთის მცდელობისას დაუცველ მდგომარეობაში ტოვებს. ახლა კი ამ ყველაფერს უკრაინის ახალი ტრანსფორმერებიც დაუმატეთ. როდესაც ისინი ვინც ცდილობს ხიდების აშენებას ან გადაკვეთას, დაბომბვის ქვეშ არიან. უკრაინას ასევე შეუძლია დაიწყოს სახმელეთო რობოტების გაგზავნა მდინარეების გაღმა, რუსული პოზიციების დასარტყმელად. შეტევის და თავდაცვის კომბინაცია მდინარის გადაკვეთას, რაც უკვე რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის. ვინ იცის, უკრაინას შეიძლება შეეძლოს საკუთარი გადასვლების განხორციელების შესაძლებლობის შექმნა, თუ სახმელეთო რობოტებს გამოიყენებს რუსული ძალების იმდენად უკან დასახევად, რომ უკრაინის ჯარისკაცებმა ოკუპირებულ ნაპირზე მისვლა შეძლო. ეს კიდევ ერთი შესაძლო სცენარია, რომელიც უკრაინული კრაიმის ბრწყინვალე ახალი სტრატეგიიდან გამომდინარეობს. თუ ცოტა ხნით სპეკულაციებს გვერდზე გადავდებთ, უკრაინის ქმედებები კინბურმის ცელზე კიდევ ერთ რამეს გვაჩვენებს. სახმელეთო რობოტების განვითარება გრძელდება და ის ისეთ მიმართულებებში ვითარდება, როგორცაც არავინ ელოდა. უკრაინამ ამ რობოტების გამოყენებამ 2026 წელს მნიშვნელოვნად გაზარდა. Business Insider-ის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში რობოტების გამოყენება 122%-ით გაიზარდა. ხოლო ივნისში უკრაინამ რეკორდული რაოდენობის 16500-ზე მეტი სახმელეთო რობოტის მისია ჩაატარა. უმეტესობა ისეთი კრეატიული არ იქნებოდა, როგორც კინბურნის ცელის ინციდენტი, მაგრამ მას მნიშვნელობა არ აქვს. გამოცემის ინფორმაციით უკრაინა მომავალში სურს, რომ მისი რობოტები მომარაგების მისიების 100%-ს შეასრულებდნენ. მაგრამ ეხლა ვიწყებთ ამ რობოტებში შეტევითი პოტენციალის დანახვას. კინბურნის ცელმა ეს პოტენციალი ნათლად აჩვენა. იგივე აჩვენეს იმ ორ სოფელში გამოყენებულმა სასახმელეთო რობოტებმაც, რომლებიც ადრე ვახსენეთ. და ივნისში United 24-ის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეძლო მთელი სოფელი ნოოპლატონივკა მიწის რობოტის დახმარებით გაეწმინდა. ამიტომ შესაძლოა მათ საბოლოოდ შეეძლოთ რუსული პოზიციების დაკავება ყირიმში და სხვა ადგილებში. ეს რობოტები აქ სამუდამოდ დარჩებიან. ხოლო ახლა ხედავთ, რომ საზღვაო დრონები ხმელეთზე მომაკვდინებელი იარაღად იქცნენ. ეს ყველაფერი უკრაინის სახმელეთო რობოტების მრავალმხრივობის გამო. ჩვენ კიდევ ერთი საკითხი გვაქვს სათქმელი, გამომგონებლობა. ის უკრაინის მთელი თავდაცვის გულშია რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ და ტრანსფორმერი კინბურნის კოსაზე არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ იგონებენ უკრაინელი ჯარისკაცები ისეთ იდეებს, რომლებიც სხვაგან უბრალოდ არავის მოუვიდოდა თავში.
ჩვენ ნახეთ ეს გამჭრიახობა უკრაინის დრონებში, რომლებიც ახლა უკვე 1000-ობით კილომეტრის სიღრმეში ურტყამენ რუსეთს. უკრაინამ შეძლო საკუთარი ფთოსანი რაკეტების შექმნა და მუდმივად იგონებს ტაქტიკებსა, სტრატეგიებს, რომლებიც რუსეთის ადამიანურ და მატერიალურ უპირატესობას ძლევენ. სწორედ ეს გამჭრიახობა აქცევს უკრაინას ევროპის სამხედრო არქიტექტურის დიდ სქემაში უბრალოდ დახმარების მიმღებიდან მთელ ევროპაში მნიშვნელოვან უსაფრთხოების პარტნიორად. უკრაინა ინოვატორია. მან გამოავლინა განსაკუთრებული უნარი, სამოქალაქო ტექნოლოგიების სასიკვდილო საბრძოლო მანქანებად გადააქციოს, და რაც კიმბურმის კოსაზე მოხდა, კიდევ ერთი მაგალითია. ტრანსფორმერები ახლა უკვე უკრაინაში არიან და მათი გამოყენების გეგმა უკვე შექმნილია. ჩვენ მხოლოდ ლოდინი და იმის წარმოდგენა შეგვიძლია თუ რა ბრწყინვალე იდეას მოიფიქრებენ შემდეგ უკრაინის ჯარისკაცები. რადგან ისინი რუსეთს უჩვენებენ, რომ ომის მოგება მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რამდენ ხორცსა და ლითონს მიიტან მაგიდასი. ეს იდეებზე, გონებაზე, ინტელექტსა და გამჭრიახობაზე. უკრაინა არასდროს წვეთს ახალი გზების მოთხრებას, რომ შეაჩეროს რუსეთი და მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ შექმნას ომის ვერსია, რომელიც მთლიანად მანქანებით იქნება წარმოებული. ჩვენ ვერ ვიჯერებთ იმას, რასაც ახლა ყირიმის წყლებში ვხედავთ. რუსეთის ჩრდილოანი ფლოტის ხომალდები, რომლებიც თითქოს არ არსებობენ, განუწყვეტლივ დარტყმებს. უკრაინა ისევ და ისევ ურტყამს. ეს არის გემების ჩაძირვის სასტიკი კამპანია, რომელიც საზღვაო ისტორიაში ყველაზე დიდ დრონულ იერიშად შეუდგა. რუსული მომარაგების გემები და საწვავის ტანკერები უბრალოდ ქრებიან. სეცხლსა და კვამლში იკარგებიან. და ყველაზე კარგია ის, რომ პუტინი უძლურია, შეაჩეროს ეს ყველაფერი, რადგან უკრაინა ყოველდღიურად უფრო უახლოვდება ყირიმის გათავისუფლებას. როგორ ვიცით, რომ პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია? უკრაინის შედეგები ამას ამტკიცებს. ჩვენ ვიხილეთ განადგურების ერთი კვირა, რაც გვიჩვენებს, რომ უკრაინის საზღვაო სტრატეგიაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიცვალა. ჩვენ ვიწყებთ 7 ივლისს. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ განახორციელა დარტყმა, რომელმაც ინდუსტრიული მასშტაბის შედეგები მოიტანა. სპოილერის გაფრთხილება. საბოლოოდ ეს 5 დღის დარტყმებიდან ყველაზე მცირე აღმოჩნდა. რუსეთის 8 საწვავის ტანკერი აზოვის ზღვაში უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს. ასევე დაზიანდა საბორნე, რომელიც ყირიმში მარაგების გადასაზიდად გამოიყენებოდა და მშრალი ტვირთმზიდი გემი, რომელსაც იგივე ფუნქცია ჰქონდა. ჩრდილოვანი ფლოტი ტოვებს ამ ტერიტორიას. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროუდიმ ტელეგრამზე გამოაცხადა და დაამატა: ბრძოლა ყირიმისთვის საწვავის მისაღებად აზოვის ზღვაში გრძელდება. ეს მინიშნება, თუ რატო აკეთებს ამას უკრაინა. ყირიმის ნახევარკუნძულის იზოლაცია მიზანია. სახმელეთო მარშრუტების გადაკეტვის შემდეგ უკრაინა ახლა გადაზიდვებზე კონცენტრირდება. თუ ეს იზოლირებული დარტყმა იქნებოდა, ეს მაინც უზარმაზარი იქნებოდა უკრაინისთვის. ეს არა მხოლოდ გაამწვავებდა საწვავის კრიზისს ყირიმში, რომელიც იმდენად ღრმად გავრცელდა, რომ რუს ჯარისკაცებსაც კი ეუბნებიან, რომ ახლა მხოლოდ საბრძოლო მისიის შემთხვევაში შეუძლიათ მანქანის დაქოქვა, მაგრამ ამ დარტყმამ გზავნილი გააგზავნა. უკრაინის დრონებს შეუძლიათ როგორც აზოვის ზღვამდე მიღწევა, ასევე დარტყმების განხორციელება პირდაპირ კერჩის ხიდთან. ეს არის ერთადერთი გზა ყირიმიდან 100,000-ობით რუსი ოკუპანტისთვის. მაგრამ უკრაინას კიდევ მეტი ჰქონდა სათადარიგოდ, კიდევ ბევრად მეტი. მაგიის ოსტატივით, უკრაინა აზოვის ზღვაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემებს აორთქლებს. 8 ივლისს ახალი ანგარიში გამოქვეყნდა. ამჯერად აზოვის ზღვაში 9 ტანკერი დააზიანეს, როგორც ბროუდინი განაცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას 2 წლის განმავლობაში ჯამში 17 ტანკერი აქვს მწყობრიდან გამოყვანილი. მზადხართ შემდეგი ჩრდილოვანი დაპირისპირების სანახავად. ირონიულად იკითხა ბროუდიმ ტელეგრამის პოსტში, რათა აღნიშნოს დარტყმების დღე. მზადხართ? პუტინმა ეს უკვე დაინახა. მას აეძულებენ უყუროს როგორ იწვის საწვავის ტანკერები და მისი ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულიად უუნაროა რაიმე გააკეთოს ამის წინააღმდეგ. უკრაინას აქვს სტრატეგია, რომ დაასუსტოს რუსეთის ლოგისტიკა მთელი ყირიმის რეგიონში და უკვე სწრაფად ხდება აშკარა, რომ დრონებით შეტევები საწვავის სატვირთოებზე მხოლოდ დასაწყისი იყო. ეხლა უკვე ტანკერებიც ჩაერთნენ პროცესში. ამ ეტაპზე რუსეთს შეიძლება იმედი ჰქონდა, რომ ერთი დღე მაინც დაისვენებდა. თუ ასე იყო, უკრაინა არ აპირებდა მისთვის დასვენების საშუალებას მიეცა. 9 ივლისს New Voice of Ukraine-მა განაცხადა, რომ უკრაინამ კიდევ ერთი რამის შეტევა განახორციელა. ამჯერად სამიზნეებად რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 12 ნავთობის ტანკერი. იქ ასევე მშრალი ტვირთის გემი და ბუქსირი. პირდაპირ ვთქვათ, ამ ეტაპზე უკვე ვეღარც გევითვლით. და რუსეთის ნავთობის პრობლემებს რო კიდევ დავამატოთ, უკრაინამ ამ ღამით ბატაისკში იუგროსის ნავთობის ტერმინალზეც მიიტანა იერიში, რომელიც რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარეობს. ეს ტერმინალი რუსეთის საწვავის ექსპორტის მომარაგების ჯაჭვის ნაწილია და ის ასევე აწვდის საწვავს რუსეთის ოკუპანტებს, რომლებიც უკრაინის სამხრეთ მიმართულებით მოქმედებენ. ასე რომ უკრაინა მხოლოდ ჩრდილოვანი ფლოტის გემებს არ უხდავს. ის ანადგურებს რუსეთის საწვავის წყაროს. თუმცა კიდევ ბევრად მეტი გემი იყო მოსალოდნელი. 10 ივლისმა მოიტანა კიდევ ერთი დარტყმების სერია, რომელმაც სრულიად გაანადგურა ჩრდილოვანი ფლოტის გემები, რომლებიც ტექნიკურად არ უნდა არსებობდნენ. 10 ივლისს კიდევ ერთი ესკალაცია მოხდა, როდესაც უკრაინის დრონებმა დაარტყეს 13 ჩრდილოვანი ფლოტის გემს.
პატარა ბონუსად ამ დრონებმა ასევე კურსი აიღეს ყირიმის მატერიკზე, სადაც მათ გამოირთო 5 ქვესადგური, რომლებიც რუსეთს სჭირდება ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის მიწოდებისთვის. ყოველი გათიშული ქვესადგური იწვევს ელექტროენერგიის გათიშვებსა და გადამისამართებებს. მაგრამ მთავარი აქ არის გემები: 10 ნავთობის ტანკერი, 1 ბორანი, 1 ნაკარი ტვირთის გადამზიდავი და 1 საზღვაო ბუქსირი უკრაინის დრონებმა დააზიანეს. ამ დროისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ უკრაინამ დაგეგმა კოორდინირებული შეტევა, რომელიც მრავალფენიანი და ბრწყინვალე. აზოვის ზღვა სიკვდილის ზონად იქცა ნებისმიერ გემისთვის, რომელიც გაბედავს იქ გაცურვას. იმავე 24 საათის განმავლობაში, 10 ივლისის, აზოვის დარტყმების დროს, უკრაინის დრონებმა ასევე დააზიანეს მტრის კიდევ 1660 ობიექტი და გაანადგურეს 426 ჯარისკაცი. ეს ყველაფერი ემატება კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს გზების, ხიდებისა და ავტომაგისტრალების დარტყმას, რომლებიც ყირიმში შედის. კამპანია, რომელმაც რუსეთი აიძულა სახმელეთო სამხედრო ტვირთების მოძრაობა 71%-ით შეემცირებინა. Browdist Smith. ნაბნეული და გაოგნებული რუსეთის ოკუპანტები ალბათ იმედოვნებდნენ, ან თითქმის ევედრებოდნენ, რომ ცეცხლოვანი შტორმი შეჩერებული იყო. ის არ შეჩერებულა. უკრაინას კიდევ ერთი დიდი სიურპრიზი ჰქონდა დამალული. 11 ივლისს კიდევ ერთმა ღამის დარტყმების სერიამ აზოვის ზღვის რეგიონში 21 რუსული ნავთობის ტანკერი გაანადგურა. ასევე 2 მშავთვირთმზიდი გემი, 4 ბუქსირი და 1 სპეციალიზებული ხომალდი. 10 ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტი აშკარად მცირდება. ბროუდი მირონიულად თქვა თავის ტელეგრამის ანგარიშში. რა თქმა უნდა, ასე დრონები ათეულობით გემს ურტყამენ. ჩრდილებში დამალული ხომალდები გამოაშკარავდნენ და ახლა ცეცხლშია გახვეული. 11 ივლისის ცეცხლოვანი შტურმი. ახლა უკრაინის მიერ განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ საზღვაო დრონების ოპერაციად ითვლება United 24 Media. იტყობინება. და როგორც დამატებით ბონუსი, უკრაინამ ასევე თავაზიანად გაანადგურა კიდევ 53 სამხედრო ობიექტი მთელ ყირიმში. როდესაც აზოვის ზღვაში 21 ტანკერი და რამდენიმე სხვა ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი დაიწვა, უკრაინამ იპოვა ყირიმის გამორთვის ღილაკი და მან უბრალოდ ამ ღილაკს დააჭია. როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს? პუტინის კრემლის თანამოაზრეები ალბათ ასე ფიქრობდნენ, როცა ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე ცეცხლის გავრცელებას უყურებდნენ. უკრაინამ პასუხი 12 ივლისს გასცა. სწორია, კიდევ ერთი ღამე ჩრდილოვან ფლოტზე დარტყმებისა. ამჯერად რაოდენობა ცოტა ნაკლები იყო, ვიდრე 7 ივლისს ვნახეთ. Kyiv Independent-ის მიხედვით, მხოლოდ 14 ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი ჩაიძირა, მათ შორის 10 ნავთობის ტანკერი და 4 ბორანი. ბროუდი ამბობს, რომ ამ დარტყმებმა დააგვირგვინა კვირა, როდესაც უკრაინამ აზოვის ზღვაში ყოველ 112 წუთში ერთხელ დაარტყა რუსულ ხომალდს. ვიტყოდით, რომ რუსეთს ბოლოს და ბოლოს შეეძლო ამოსუნთქვა. ალბათ ამაში ვცდებოდით. ამ სცენას 13 ივლისს ვწერთ და მზად ვართ დავდოთ კარგი ფული, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი დარტყმების შესახებ ცნობები იქნება და შემდეგ დრესაც და კიდევ შემდეგ დრესაც. ეს არის უწყვეტი კამპანია ყირიმის იზოლაციისა და ჩრდილოვანი ფლოტის განადგურებისკენ. და ჩვენ არ გჭირდება მხოლოდ უკრაინის სიტყვების დაჯერება იმის შესახებ, რაც ხდება. არსებობს მტკიცებულებები ბროუდის ტელეგრამის განცხადებების მიღმაც. NASA-ს თანამგზავრები, რომლებიც აქტიურ ხანძრებსა და ცხელ წერტილებს აკვირდებიან, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში აზოვის ზღვის მთელ ტერიტორიაზე ხანძრებს აჩვენებდნენ. ჩვენ ვიცით რა ხანძრებიც არის ეს. ისინი წვავენ ჩრდილის ფლოტის გემებს, რომლებიც დრონებმა დააზიანეს. სოფლიო დიდ ყურადღებას აქცევს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას. და ეს სწორიცაა, მაგრამ რაც ჩვენ ივლისში ვიხილეთ არის ის, რომ უკრაინამ დრონებით ისეთი დარტყმები განახორციელა, რაც ბევრად აღემატება იმას, რისი გაკეთებაც ირანს ოდესმე შეძლებია. კერჩის სრუტე რუსული გემებისთვის აკრძალულ ზონად იქცა. ჩრდილის ფლოტი მცირდება და ყველა გემი, რომელსაც უკრაინა ესმის თავს, ძალიან კონკრეტულ ადგილას მდებარეობს, რაც უკრაინის საერთო სტრატეგიას უკავშირდება ყირიმის იზოლაციის მიმართულებით. აზოვის ზღვა შავ ზღვას კერჩის სრუტის საშუალებით უკავშირდება, რომლის ზემოთაც მდებარეობს ხიდი, რომელიც ადრე ვახსენეთ. გემები, რომლებზეც უკრაინა თავდასხმებს ახორციელებს, კერჩის სრუტის გავლით ნავთობს, მარცვლეულს, მარაგებს და სხვა ტვირთებს გადაჰქონდათ შავ ზღვაში. შემდეგ კი ყირიმში, ან უკრაინის მატერიკზე, ან პირიქით. გემები აზოვის ზღვაში გადაადგილდებიან, რათა საერთაშორისო წყლებში მოხვდნენ. ფაქტობრივად უკრაინა აქ ბლოკადას ქმნის. მსგავსი იმ ბლოკადის, რასაც ჰორმუზის სრუტეში ვხედავთ, ხოლო ის ბევრად უფრო ფეთქებადია. და ეს ბლოკადა გავლენას ახდენს. რუსეთი იძულებული გახდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც არასდროს სურდა გადაედგა. მაგრამ სანამ გაგიმხელთ რა ნაბიჯზეა საუბარი, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ამას კიდევ ბევრი მსგავსი მოხვდება, ასე რომ თუ ჩვენი არხი თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ. მაშ, დიდი ნაბიჯი. რუსეთი იძულებული გახდა შეეწყვეტა გადაზიდვები დონაზოვის არხით, რომელიც დონეს ზღვის გავლით აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ეს ცუდია რუსეთისთვის. ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მარცვლეულის ექსპორტიორია და მისი გაყიდული მარცვლეულის მეოთხედი სწორედ ამ არხით გადის. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ 10 ივლისის ადგილობრივი დროით 18 საათი 10 წუთიდან ქერჩის სრუტეში გავლაზე არც ერთი მოთხოვნა არ იქნება მიღებული. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა გადაზიდვებზე. თუ უნდა ვივარაუდოთ, ეს ალბათ მაშინ მოხდება, როცა უკრაინის დრონები აღარ გაანადგურებენ ჩრდილოვანი ფლოტის გემებს აზოვის ზღვაში.
როგორც ჩანს, ამის მოხდენის შანსი უახლოეს მომავალში თითქმის არ არსებობს. მეტი ჩრდილოანი ფლოტის გემი დაიწვება. უკრაინის აზოვის ზღვის კამპანიიდან სამი რამ შეგვიძლია დავასკვნათ და არც ერთი მათგანი არ არის კარგი რუსეთისთვის, რომელიც უძლურად დგას და უყურებს, როგორ ზიანდება და იძირება მისი ჩრდილოანი ფლოტის კიდევ უფრო მეტი გემი. პირველი ისა, რაც ახლახან ვახსენეთ. რუსეთი როგორც ჩანს, უნაროა რაიმე გააკეთოს იმის წინააღმდეგ, რასაც უკრაინა აკეთებს. სრულიად ნათელი გახდა, რომ უკრაინა ცალკეულ დარტყმებს არ აყენებს ჩრდილოან ფლოტს. ეს არის კოორდინირებული და მრავალდღიანი კამპანია, რომელიც როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ჩრდილოანი ფლოტის აზოვის ზღვიდან სრულად გაქრობას. უკრაინის დრონები სხვადასხვა მიმართულებიდან მოდიან, რაც მიუთითებს, რომ უკრაინამ საჰაერო უპირატესობა მოიპოვა აზოვის ზღვაზე. ასევე აშკარაა, რომ რუსეთი სამხედრო გემებს არ იყენებს ჩრდილოანი ფლოტის გემების ამ წყლის გზით გასაცილებლად. ამ გემებზე შეიძლება ყოფილიყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც უკრაინის დრონების ჩამოსაგდებად იყო საჭირო, მაგრამ ისინი აშკარად იქ არ არიან. ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ უკრაინამ უკვე გაანადგურა შავი ზღვის ფლოტის მინიმუმ მე-13, რომელიც შესაძლოა დაცვას უზრუნველყოფდა. რაც კიდევ ერთ ფენას გვაჩვენებს უკრაინის სტრატეგიაში. პირველ რიგში სამხედრო გემები, შემდეგ კი ჩრდილოანი ფლოტის ტანკერები. და თითქოს ესეც არ გმაროდა, ასევე ჩანს, რომ რუსეთს არ ქავს ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები აზოვის ზღვასა და კერჩის სრუტეზე. არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ რუსეთი უკრაინის დრონებს რაიმე არსებითი ფორმით უპირისპირდება. რაც მიუთითებს ადრეული გაფრთხილების სისტემების ნაკლებობაზე, რომლებიც რუსეთს აზოვის ზღვის სანაპირო რეგიონებში მის ხელთ არსებულ საჰაერო თავდაცვას აცნობებდა, რომ დრონების შეტევა მოდის. რუსეთი სრულიად უუნაროა შეაჩეროს უკრაინა იმის კეთებაში, რასაც აკეთებს. ამის დასტურია ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური დარტყმები. რუსეთის საზღვაო სისუსტე ყირიმის შემომფარგლავ წყლებში აქ გამოაშკარავდა. მაგრამ რამდენადაც ეს ფაქტი პუტინს და მის ხალხს პანიკაში აკეთებს, არსებობს ამ ყველაფრის მეორე ასპექტი, რომელიც აჩვენებს სრულ ტრანსფორმაციას იმაში, თუ როგორ უდგება უკრაინა თავის საზღვაო კამპანიას რუსეთის წინააღმდეგ. რაღაც შეიცვალა. კამპანია, რომელიც ადრე სამხედრო გემებზე იყო კონცენტრირებული, განვითარდა. ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალს, ეს ბუნებრივი განვითარებაა, რომელიც რუსეთს უნდა დაენახა. უკვე ვახსენეთ უკრაინის უზარმაზარი წარმატების მაჩვენებელი შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ. საომარი გემები, რომლებიც უკრაინამ უკვე გამოიყვანა მწყობრიდან, ვერ შეიცვლება. თურქეთმა ეს უზრუნველყო. მან დაბლოკა საომარი გემების მოძრაობა, როგორც ბოსფორის, ისე დარდანელის სრუტეებში, რომლებიც ორივე შავი ზღვისკენ მიედინება და თურქეთი მათ მონტრეს კონვენციის მიხედვით აკონტროლებს. Olgerze, როცა რუსეთი შავი ზღვის ფლოტის გემს კარგავს, ის კარგავს საზღვაო ძალების დიდ ნაწილს, რომელიც პუტინს ყირიმის რეგიონში ძალის პროექცირებისთვის სჭირდება. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა იმ მრავალი დანიშნულებისთვის, რომელსაც ის უნდა ემსახურებოდეს. ეს ჩანს იმაში, რომ სამხედრო ესკორტები არ ახლავს ჩრდილოანი ფლოტის გემებს, რომელთა შესახებაც ვახსენეთ. 26 ივნისს UA.News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლოტი არამხოლოდ გემების ესკორტირებას ვერ ახერხებს. ფლოტი ფაქტობრივად მთლიანად გაქრა რადარებიდან. რეპორტის მომენტისთვის რუსეთის არც ერთი სამხედრო გემი არ დაფიქსირებულა შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა გამოიგონა რაიმე საოცარი ახალი კამუფლაჟი, რომელიც ამ გემებს რადარებიდან მალოს. ეს იმიტომ ხდება, რომ გემები უბრალოდ იქ არ არიან. რუსეთს ძალიან ეშინია თავისი სამხედრო გემების გამოყენება იმ ზღვებში, სადაც ეს გემები უნდა ბატონობდნენ, რადგან იცის, რომ უკრაინის დრონები და რაკეტები ყოველთვის მზად არიან დარტყმისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარგად იცის, რამდენად ცუდად წარუმართლა რუსეთს. რუსეთმა შავი ზღვა დაკარგა, განაცხადა ზელენსკიმ 5 ივლისს. არა დამთხოვით, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო უკრაინის დრონებმა ჩრდილოანი ფლოტის ხომალდების შეტევა, რომლებიც ახლა ათობით ზიანდება აზოვის ზღვაში. უკრაინის კამპანია ყირიმის გარშემო წყლებში განვითარდა. როდესაც შავი ზღვის ფლოტი აღარ წარმოადგენს ფაქტორს, უკრაინას შეუძლია თავისი დრონები დაუცველ ჩრდილოანი ფლოტის ხომალდებზე მიმართოს. ეს განვითარება შეიძლება იყოს პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ცდილობდა აზოვის ზღვაში უკრაინის თავდასხმებით. იმ უკრაინის თავდასხმებამდე ცოტა ხნით ადრე. კიევ-პოსტის ინფორმაციით საზღვაო დაზვერვის მონაცემებმა აჩვენა, რომ 30 ივნისიდან 11 ივლისამდე აზოვის ზღვაში აქტიური ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემით სარგებლობადი ხომალდების რაოდენობა 55%-ით შემცირდა. ეს სისტემა ყველა მხარეს საშუალებას აძლევს გემები ამოიცნონ. ხოლო ჩრდილოანი ფლოტის ხომალდები მას თიშავენ, რათა მათ გადაადგილებას თვალყური ვერ ადევნან. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთი აზოვის ზღვას თავის ჩრდილოანი ფლოტისთვის თავშესაფრად აქცევდა. უკრაინამ ამას ბოლო მოუხო. და ამით მან გვაჩვენა მესამე რამ, რასაც უკრაინის აზოვის ზღვის კამპანია გვასწავლის. კამპანია ყირიმის იზოლაციისთვის გამწვავდა, რადგან დაიწყო ახალი ფაზა, რომლის მიზანიც რუსული მომარაგების მარშრუტების გადაკვეთა. უკვე რამდენიმე თვეა ვხედავთ ამ იზოლაციის სტრატეგიას მოქმედებაში. ყველაფერი დაიწყო გზებით, ხიდებითა და ტრანსპორტით, რომლებსაც რუსეთი იყენებდა საწვავისა და მარაგების ყირიმში სახმელეთო გზით გადასატანად. R280 ავტომაგისტრალი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინასა და ყირიმს აკავშირებს, უკვე აპრილში გახდა სამიზნე.
როდესაც უკრაინის საშუალო დონის დარტყმის დრონებმა თავიანთი კვალი დატოვეს ასობით დამწვარი მომარაგების მანქანის სახით გზის გასწვრივ, მას შემდეგ უკრაინამ არაერთი დარტყმა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ხიდებზე, რომლებიც იმ სახმელეთო მარშრუტებს უერთდება, რომლებსაც რუსეთი ეკორდნობოდა ყირიმს საწვავითა და მარაგით უზრუნველყოფს. შედეგად ნახევარკუნძულზე საწვავის მასიური დეფიციტი შეიქმნა, რაც მოსახლეობას საათობით რიგში დგომას აიძულებს, მხოლოდ მცირე რაოდენობის ნორმირებული საწვავის მისაღებად. ასევე ხდება დარტყმები უშუალოდ ყირიმში, მაგალითად, ელექტროქვესადგურებზე თავდასხმები, რომელთა შესახებაც ადრე ვახსენეთ. მიზანია ყირიმში რუსეთის ოკუპანტებისთვის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცეს. ოკუპანტებზე პირდაპირი თავდასხმის, როგორც ომის დანაშაულის ჩადენის გარეშე. უკრაინას სურს, რომ იმ ოკუპანტებმა გაიქცნენ, რომ ყირიმი კერჩის ხიდით დატოვონ, რომელსაც უკრაინა განზრახტოვებს დაუზიანებლად, რადგან ეს მასობრივი გაქცევა პუტინის განცხადებებისთვის დიდი დარტყმა იქნება, თითქოს ის რუსეთის დიდი დამცველია. უკრაინის სახმელეთო დარტყმებმა უკვე გამოიწვია საწვავის დეფიციტი ნახევარკუნძულზე. ეხლა უკრაინა უტევს ჩრდილოვანი ფლოტის საწვავისა და ნავთობის ტანკერებს, რომლებიც ყირიმში მიემართებოდნენ ამ კრიზისის შემსუქების მსუქების მცდელობით. გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა უკრაინა აგრძელებს რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმების კამპანიას. როგორც RBC უკრაინა იუწყება, ამ თავდასხმებმა რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სინძლავრის დაახლოებით 40% შეაჩერა, რაც საწვავის კრიზისს იწვევს, რომელიც მთელ რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელდა და ამჟამად დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს ეხება. შეუძლებელია გადაჭარბებით შეფასდეს, რამდენად დამამცირებელია ეს პუტინისთვის. მან ყირიმი რუსეთის რივიერად წარმოაჩინა. რუსეთის მასშტაბით ტურისტებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილად და სიმბოლოდ იმ ძალაუფლებისა, რომელიც თითქოს და რუსეთს უკრაინაზე აქვს. მაგრამ ის რივიერა ბრძოლის ველად იქცა. ნებისმიერი ტურისტი, რომელიც გაბედავს ყირიმში ჩასვლას, საწვავის დეფიციტს შეხვდება. მუდმივ ელექტროენერგიის გათიშვებს შეეჯახება და შესაძლოა სანაპიროდანაც კი შეძლოს აზოვის ზღვაში ცეცხლმოდებული გემების დანახვა. ისინი გაიგონებენ საჰაერო განგაშის სირენების უწყვეტ ხმაურს და შეშინდებიან ღამით აფეთქებებისგან, როცა კიდევ უფრო მეტი უკრაინული დრონი დაეშვება ნახევარკუნძულზე, რომელსაც პუტინი ვეღარ იცავს. ეს კლასიკური ბლოკადაა, რომელიც სრულიად ახალი მეთოდით ტარდება. უკრაინას არ ჭირდება საბრძოლო გემები წყლებში ან საკონტროლო გამშვები პუნქტები ხმელეთზე, რომ რუსული ლოგისტიკა ყირიმს აღარ ემსახუროს. მას უბრალოდ დრონები სჭირდება, ასობით დრონი, რომლებიც თავს ესხმიან ყველაფერს, რაც ყირიმს სიცოცხლეს უნარჩუნებს. და ამ ბრწყინვალე სტრატეგიით უკრაინამ შეუძლებელი შესაძლებლად აქცია. ყირიმის გათავისუფლება, რაც 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მიიერთა ნახევარკუნძული, არავის წარმოედგინა, რომ ეს მოხდებოდა. უკვე მიმდინარეობს. ეხლა რუსეთს წინ უმნიშვნელოვანესი თვეები ელის. ყირიმის იზოლირების პარალელურად მზადება მიმდინარეობს უკრაინის სამხრეთში. განსაკუთრებით ხერსონისა და ზაპორიჟიას ოკუპირებული რეგიონებისთვის იუნენი იუწყება. უკრაინას ეს რეგიონები უნდა გაათავისუფლოს, თუ სურს ჩაატაროს მასშტაბური ამფიბიური ოპერაცია ყირიმის დასაბრუნებლად. იზოლაციის სტრატეგია ამას ემსახურება. ამჟამად რუსეთის სამხრეთის სამხედრო დაჯგუფებაში 125,000 ჯარისკაცია. ყველას სჭირდება საწვავი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. და სწორედ ამ ლოგისტიკური მარშრუტებით მიეწოდებათ ეს აუცილებელი რესურსები, რომლებსაც უკრაინა ურტყამს. ეს 125,000 ჯარისკაცი იზოლირებულია ზუსტად ისე როგორც ყირიმის ოკუპანტები. მელა, მაგრამ აუცილებლად, თითოეული დომინო ეცემა და როდესაც უკრაინა დაასრულებს თავის საქმეს, პირობები იდეალური იქნება ყირიმის გათავისუფლებისთვის, რასაც არავინ ელოდა. აზოვის ზღვაში ათეულობით ჩრდილოვანი ფლოტის გემი რომ იწვის, ეს საბოლოო მიზანი არ არის. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ბრწყინვალე კამპანიაში, რომლის შეჩერებაც პუტინს არ შეუძლია. მაგრამ სანამ ეს კამპანია გრძელდება, ყირიმში 1,5 მილიონი რუსი ოკუპანტია, რომლებიც ყველაზე ღრმა სინანულს განიცდიან. მათ არასდროს უნდა გადმოსახლებულიყვნენ ნახევარკუნძულზე. უკრაინამ ახლა აჩვენა მათ რატო და ამას უკვე თვეები აჩვენებს. დაახლოებით ერთი თვით ადრე, სანამ ჩრდილოვანი ფლოტი აზოვის ზღვაში განადგურდებოდა, უკრაინამ ასევე გაანადგურა ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი რუსეთის ყირიმის მომარაგების ქსელში. ყველაფერს, რაც მოხდა, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააწკაპუნეთ შეთხობინების ზარზე, რომ არ გამოტოვოთ სამხედრო შოუ და პუტინის ყირიმული კატასტროფის ჩვენი გაშუქება. და მადლობა როგორც ყოველთვის რომ უყურეთ.